თარგმანება იმათეს სახარებისაი თავიე. სიტყვაიესე და ვითარცა იხილა ერი იგი, ავიდა მთასა და დაჯდა იგი. და მოუხდეს მას მოწაფენი. და აღაღო პირითვისი ასწავებდა მათ და ეტყოდა 5, 1, 2. თარგმანი, რომელი იგი გარდა მოხდაზეცით ცხოვრებისათვის ჩვენისა უფალი იესო ქრისტე დამბადებელი და მეუფე ყოველთაი, ყოველივე წესი და რჩული სათნოებისაი აღასრულა საქმით, რაითა ჩვენ მოგუცეს სახე და მოძღვრება ისაღმრთოისა მოქალაქობისაი. იხილეთ უკვე აქაცა წესი ესე და სახე სიმდაბლისაი და ამბოხებათაგან სიუტოლაი, რამე თუ ოდეს იგი სასწაულთა და კურნებათა აღსრულება იჯერიყო, მიმოვიდოდა ქალაქითი ქალაქად და სოფლითი სოფლად, ხოლო იხილა რაი შეკრება იფრიადისა ერისაი. დაუტევნა იგინი და აღვიდა მთად, რაითა გვასწავლოს ჩვენ არარაი საქმნად სახილველად და საქებელად კაცთა და სახე მოგუცეს შფოთთა და ამბოხებათაგან სიუტოლად და ვითარმეთ კეთილარს და ჯეროვან უდაბნოდ განსვლაი. ხოლო აღვიდა რაი მთასა და დაჯდა მოუხდეს მას მოწაფენი, რამე თუ იხილეს გემოისით გბოებისა მისისაი და არღარა ენება განშორება იმისგან. ამისთვის მოუხდეს სურვილნის მენად საწადელთა მათ სიტყვათა მისთა, რომლისათვის იწყო სწავლად უფალმან, რამე თუ არა ხორციელთა ხოლო სენთა ჰკურნებდა, არამედ სულთაცა განანათლებდა და გზას ამას ჭეშმარიტებისასა უძღოდა მათ, რაითა ვითარცა უფალი არს და შემოქმედი ორთავე მათ არსებათა, სულისა და ხორცთა, ეგრეთვე ორთავე უძლურებაი განკურნოს და ქველის მოქმედება ითვისი აჩვენოს. ამისთვისცა ოდესმე სასწაულთა და კურნებათა მიერ ხორციელთა სენთა განსდევნი და კაცთაგან და ოდესმე მოძღვრებითა და სწავლითა ვნებათა მწიკულევანებისაგან სულთა წმიდა ჰყოფდა, ვითარცა ესე რაც ცაიქმს, რამე თუ აღაღო პირითვისი და ასწავებდა მათ. რაისათვის თქვა მახარებელმან ვითარმეთ, აღაღო პირითვისი. რაითა გულისხმავყოთ ვითარმეთ დუმილიცა მისი სწავლაივე იყო, რამე თუ ოდესმე აღაღებდა პირსა და აღმოიტყო და სწავლათა და ოდესმე დუმნა და საქმეთა მიერ ხმამაღალსა მოძღვრებასა წარმოიტყოდა. ხოლო გესმას რაი ვითარმეთ, აღაღო პირითვისი და ასწავებდა მათ, ნუ ჰგონებ, თუ მოწაფეთა მიმართ ხოლო იყო სწავლა იგი, არამედ მათ მიერ ყოველთა მიმართ იტყოდა, რამე თუ სიმრავლე იგიერისაი უგულისხმო იყო და უსწავლელ. ამისთვის მოწაფენი წარმოადგინა, რაითა იტყოდის მათთა მიმართ და სიტყვა იგი იყოს ყოველთათვის და ყოველთა მიმართ, რამე თუერიცა იგი უმხურვალესად ისმენდა მოწაფეთა მიმართ თქმულსა მოძღვრებასა, ვიდრეღა უკვე თუმცა მათ მიმართ ეყო სიტყვა იგი სწავლისაი. ვიხილოთ უკვე ვინა იწყო, ანუ რომელი საფუძველი დაგვიდვა ახლისა მის მოქალაქობისაი და გულისხმის ყოფით ყურად ვიხუნეთ სიტყვანი იგი, რამე თუ ეტყო და უფალი მაშინ მუნმყოფთა მათ, ხოლო მოძღვრება იგი და მცნებანი ჩვენ ზედაცა დასხმულ არიან. ვითარცა შემდგომად აღდგომისა, წაავლენ და რაი მოციქულებად უბრძანა მათ. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა და ასწავებდით მათ დამარხვათ ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ. მათეო 28:19-20 რამე თუ შემდგომიცა ამისი სიტყვაი ვითარმეთ, აჰა ესე რამე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულოდ მდე სოფლისა. მათეო 28:20 არა მათთა მიმართ ხოლო იყო, არამედ მათ მიერ ყოველთა მორწმუნეთა მიმართ. და ოდეს ნატრიდეს მათ დევნულებათათვის და ყვედრებათა, არა მათ ოდენ ეტყვის, არამედ ყოველთა, რომელნი სახელისა მისისათვის იდევნებიან და იტანჯებიან. ეგრეთვე მცნებანი ესე და მოძღვრებანი, რომელნი მათ უბრძანა, ჩვენ ყოველთა მომართ არიან, რამე თუ ყოველსავე კაცთა ბუნებასა ასწავლიდა, ვითარცა იგი ყოვლისა მის კაცობრივისა ბუნებისა ჰნებავს ცხოვრებაი. ამისთვის გულს მოდგინეთ და გულისხმის ყოფით ვისმინეთ საკვირველნი იგი სიტყვანი და სულთა განმანათლებელი მცნებანი, ვისმინეთ მორწმუნენო და აღსრულებად ვისწრაფოთ. სახარებაი,
ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათაი, 5-3. თარგმანი, ვინ არიან გლახაკნის სულითა? დაბალნი და შემოსრულნი გონებითა, რამე თუ სულად აქაშინაგანსა მას გონებასა და ნებასა სულისასა სახელსტვა. ვინაითგან მრავალნი არიან დაბალნი, გარნა არა გონებითა, არცა ნებსით, არამედ იძულებით, საქმეთაგან მოწევნულთა მათზე და დაუტევნა იგინი, რამე თუ არა სათნოებაი არს ესე, უკვე თუ ვინ იძულებით, წესისაგან საქმეთა ისა. გარე შეითა მით კაცითან დაბალიყოს და შინაგანითა ზუავდა მდრტვინავ, არა ღირსყუნა იგინი ნეტარებასა, არამედ რომელნი ნებსით თვისით ყოვლითა გონებითა მდაბალ და შემოსრულ არიან, მათ ნატრის ყოვლისა პირველად. ხოლო რად არა თქვა, ნეტარიყვნენ დაბალნი არამედ, ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა? რამე თუ უმეტესსა სიმდაბლესა მოასწავებს ესე სიტყვაი და მათ გამოაჩინებს, რომელნი სრულიად შემოსრულ არიან სულითა, ვით არცა გლახაკნი რაიმე და უნდონი, უხმარნი და შეურაცხნი, და აქუს თავითვისი სრულიად დაგლახაკებულ ყოვლისაგანვე სულიერისა საქმისა, ცარიელ და უღონო, და ვით არცა გლახაკნი და უნდონი ძრწიან მდიდართა და ძლიერთაგან და ვერ იკადრებენ სამეუფოთა ბრძანებათა. გარდასვლად ესრეთ ეშინისა მათ და ძრწიან მცნებათაგან უფლისათა, რომელთათვის ესაია ისცა წინა წარმეტყველისა მიერ იტყვის ღმერთი, ვის ზედა მივხედნე, გარნა მშვიდსა და მყუდროსა და რომელი ძრწის სიტყვათაგან ჩემთა. ესაია 66:2 რამე თუ მრავალნი არიან სიმდაბლისა სახენი, ხსენებაი ცოდვათაი, ხსენებაი სამოთხით გამორდომისა ჩვენისაი, ხსენებაი უნდოებისა კაცობრივისა ამის ცხოვრებისაი, ბრალობაი თავისათვისისაი. ესე ვითარნი მრავალნი სახენი არიან სიმდაბლისანი, არამედაც სრულსა საზომსა სიმდაბლისასა ნატრის, რომელი იგი გამოუთარგმანებელ არს სიტყვითა, რამე თუ წესი არს სულისა შემოსრულისა და დამდაბლებულისაი, რომელი არა სიმრავლისაგან ცოდვათა ისა იქმნების. რამე თუ იგი არა სრული სიმდაბლე არს, არამედ სიმრავლესა შინა სათნოებათასა. გულისაგან წმიდისა და ღმრთისმოყვარისა იშვების, ვით არცა დავით იტყვის, მსხვერპლ ღმრთისა არს სული მდაბალი, გული წმიდაი და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხყოს. ფსალმუნი 50:19. ესრეთ იყვნენ სამნი იგი ღრმანი, რომელნი სიმდიდრესა მას შინა ესოდენთა სათნოებათა სამდაბალი იყვნეს და გლახაკ სულითა, შემოსრულ და შეძრწუნებულ. ამისთვისცა სხვასა არ არას უჩვენებდეს შესაწირავად და მსხვერპლად ღმრთისა, გარნა ესე ვითარსა მას გონებასა და იტყოდეს, არამედ თავითა დამდაბლებულითა და სულითა გლახაკებისაითა შემცაწირულ ვართ ჩვენ. დანიელის 3:39 ესენი იყვნენ ჭეშმარიტად გლახაკ სულითა, რომელ არს სრულისა მის სიმდაბლისა საზომი. ამას ესე ვითარსა საზომსა სიმდაბლისასა ნატრის უფალი და იტყვის, ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა. რამე თუ ვინაითგან დიდნი იგი ბოროტნი და წარმწყმედელნი სოფლისანი ან პარტავანებისაგან მოიცინეს, ეშმაკი ანგელოსთა თანა იყო და ეშმაკი ქმნა, ვით არცა იტყვის მოციქული და განაკრძალებს, არა ახალნერგო, რაითა არა განლაღნეს და სარჩელსა შევარდეს ეშმაკისასა. პირველი ტიმოთეს მიმართ 3:6 რომელ არს ან პარტავანებაი, ეგრეთვე პირველი იგი კაცივნებითა მით ან პარტავნებისაითა მოიკიცხა ეშმაკისაგან და უკვდავებაი წარწმიდა და სამოთხისა მისგან საშვებლისა ექსორია იქმნა, რამე თუ ენება ღმერთყოფაი, ვით არცა მზაკუარმან მან. აღუთქვა და რომელი აქუნდა იგიცა წარწმიდა, და მიერითგან ათასეულნი იგი და ბევრეულნი ბოროტნი აღმოეცენეს ძირისა მისგან ბოროტისა და ხუარძლისა მისგან, რომელი დასთესა ჩვენ შორის ეშმაკმან. ვინაითგან უკვევნება იგი ან პარტავანებისა იყო დედაქალაქი ყოველთა ბოროტთაი, წყაროი და ძირი ყოვლისა უკეთურებისაი, ამისთვის სენისა მის შემსგავსებულსა წამალსა ძლიერსა შეჰემზადებს უფალი და ვით არცა მტკიცესა რასმე შეურყეველსა საფუძველსა,
სიმდაბლესა დასდევს ყოვლისა პირველად და დაწყებასავე საღმრთო ისე მის მოძღვრებისასა ამას. შემოიღებს კაცთა შორის. რამე თუ უკვე თუ ვისენებო სახშენება ისათნოებათაი და სიმდაბლე დადვას საფუძველად ბრძანებისა ებრუფლისა, უცთომელიყოს ყოველივე შენება იმისი, უკვე თუ კულა კეთილი იგი და მყარი საფუძველი არა აქუნდეს. Რაღაცა თუ ცადმდე აღიწიოს გოდოლი იგი სათნოებათა და მოღვაწებათა მისთაი, ყოველივე ადვილად დაირღვევის, და საწყალობელ და ცარიელი ქმნების მოქმედი იგი ყოვლისა მისგან შრომისა. გინა თუ მარხვაის თქვა, გინა თუ ლოცვაი, გინა თუ მოწყალებაი, გინა თუ ქალწულებაი, ანუ თუ სხვაი ყოველივე სახე სათნოებისაი, თვინიერ სიმდაბლისა უხმარარს და ამაოდ წარწმუნდების, ვითარცა იგი ფარისეველსა მას შეემთხვია. ვინაიდან დედა იგი ყოველთა სათნოებათაი არა აქუნდა, ყოვლისაგანვე ცარიელი განვიდა. რამე თუ ვითარცა ან პარტავანებაი ყოვლისა ბოროტისა და საბამი არს და ძირი, ეგრეთვე სიმდაბლე დედაი არს ყოვლისა სათნოებისა და წყაროი ყოვლისა სიბრძნისაი. ამისთვის წაჰნებავს უფალსა ძირი თურთაღმოფხურაი ან პარტავანებისაი, რომელი იგი დახნერგა ეშმაკმან კაცთა შორის და დანერგვა ის სიმდაბლისაი, რომელსაც დაწყებად და დასაბამად ნეტარებად ჰყოფს და გვიბრძანებს ბაძვად თავადისა მის, რომელი ნებსით დაგლახაკნა ჩვენთვის, რომელი იგი მხოლოდ არს ჭეშმარიტად ნეტარი, ხოლო ჩვენ და ნეტარებისა ზიარებაი ბაძვითა მისითა იქმნების. ვითარ უკვე უძლოთ ჩვენ უბადროქთა ამად და მოკუდავთა ბაძვად მისა. გარნა ამით სახითა გლახაკობითა სულისაითა, რომელ არს ნებსითი და ჭეშმარიტი სიმდაბლე, რომლისათვის თქვა უფალმან, ნეტარიყვნენ გლახაკნი სულითა, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათაი. რამე თუ ესე ვითარისა მის სიმდაბლისა სახედ მოციქული და გლახაკებასა მას მეუფისასა გვიჩვენებს და იტყვის ვითარმეთ, იცით მადლი იგი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რამე თუ ჩვენთვის დამდაბლდა მდიდარი იგი, რაითა ჩვენ მისითა მიცი გლახაკითა განვდიდრდეთ და კვალად გვაწვევს ჩვენ მოციქული ბაძვად სიმდაბლესა მისსა და იტყვის, ეს ეძრახვა იზრახებოდენ თქვენ შორის, რომელიცა იგი ქრისტე იესოს მიერ. რომელი იგი ხატი ღმრთისა იყო, არა ნატაცებად შეირაცხა თავითვისი სწორებად ღმრთისა, არამედ თავითვისი დაიმცირა და ხატი მონებისა იშთაიცვა. ფილიპელთა მიმართ 2:5-7. რაიმცა იყო უმეტეს ამის სიგლახაკისა, რომელ ღმერთმან კაცებაი შეიმოსა. რაი უმდაბლეს არს ამისა, რომელ მეუფე ყოველთა იზიარებად ბუნებისა ჩვენისა გარდა მოხდა? მეუფემან მეუფეთამან და უფალმან მან უფლებათამან გლახაკი ესე ბუნებაი ჩვენი მიიღო, დამბადებელი ყოველთა იმოხარკეთა თანა მიცისაგანისა მის მეფისათა აღიწერებოდა, რომელსა ყოველნი დაბადებულნი წამის ყოფით უპრიან. ქუაფსა შინაიშვა და ბაგასაპირო ტყუთასა მიიწვინა, რამე თუ არა იყო ადგილი სავანესა მას. დიდარი იგი წყალობითა, რომლისა წინაშე ბევრის ბევრეულნი ანგელოსთა მხედრობანი შიშით ზარგანხდილნი დგანან, ყოველსავე სიგლახაკესა ჩვენსა შევიდა, ვიდრეღა სიკვდილისაცა გემოიიხილა. ხედავა ნებსითისა მის სიგლახაკისა საზომსა. ცხოველმყოფელი ყოველთაი და ყოველთა ცხოვრებისა უფალი განჩინებასა მას მოკუდავისა მთავრისასა დაემორჩილა, მეუფე უზეშთა ესთა მათ ძალთაი და ზესკნელთა და ქვესკნელთა უფალი ხელთა მტარვალთასა მიეცა და ჯვარსა დამოეკიდა, რომელმან დაჰკიდა ქვეყანაი წყალთა ზედა და ცანი, ვითარცა კამარანი, გარდა ართხნა, შეადარე ფსალმუნიას 35:6. 103 სიკვდილი დაითმინა, რომლისა ხელთა არს ყოველი სული, საფლავსა დაიდვა შემოსროლი ჯოჯოხეთისაი. ამისთვის თქვა მოციქულმან ვითარმეთ, ეს ეძრახვა იზრახებოდენ თქვენ შორის, ესე იგი არს ვითარმეთ, ესე ვითარი ესე საზომი სიმდაბლისაი გაქონდინ სახეთ, რომელიცა საქმით აღასრულა უფალმან და სიტყვიცა გვიბრძანა და დასაბამ ყოვლისავე მოძღვრებისა ყო იგი.
რაითა პირველითგანვე დახნერგოს გულსა შინა მოწაფეთასა, რაითა ოდეს იწყონ სასწაულთა მათ დიდებულთა და ნიშთა მათ საკვირველთა აღსრულებად და სახელისათვის უფლისა ბევრეული ტანჯვაი შეემთხვეოდის, არა აღზვავნენ ყოვლადვე, არამედ აქუნდენ თავნითვის ნიმდაბალ და გლახაკ. სულითა ხოლო არა სახითა სწავლისაითა შემოიღო სიტყვა იგი, არამედ სახითა ნეტარებისაითა, რაითა უფრო ისად საწადელიყოს, არც ერთისა ანუ ორისა პირისა მიმართ ყო სიტყვა ითვისი, არამედ ყოველთა ნატრის მოქმედთა ამის სათნოებისათა. აც უკვე გინა მონა იყო შენ, გინა თუ გლახაკი და დავრდომილი, გინა თუ უცხოი და შეურაცხი, გინა თუ უმეცარი და უსწავლელი არ არა იყოს დამაყენებელ შენ და ნეტარებისაგან, უკვე თუ ესე ხოლო სათნოება იწარმართო, რამე თუ მშობელი არს ყოველთა კეთილთაი. ესე არიან გლახაკნი სულითა, ჭეშმარიტნი იგი მდაბალნი. ხოლო მეორესა მასცა სახესა გლახაკობისასა ნუ შეურაცხყოფ, ძმაო, რომელი იგი მომატყუებელ გექმნების ეცისა სიმდიდრესა, რომლისათვის იტყვის უფალი, განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და მოვედ, შემომიდეგ მე, და გაქუნდეს საუნჯეცათა შინა. მათე 19:21 რამე თუ ვგონებ, თუ ესე ვითარიცა ესე სიგლახაკი არა განყოფილ არს მისგან, რომლისათვის თქვა უფალმან, ნეტარიყვნენ გლახაკნი სულითა, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ვითარცა იგი ხრქვა რაი უფალსა მოწაფემან მან ვითარმეთ, ესე რა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ, რაიმე იყოს ჩვენ და მათე 19:27 უწყით ვითარა უთქვა მან ასიცილი და სასუფეველი ცათაი, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხვევად. ესრეთ კეთილი რაი და ჯეროვანი ხო დასაბამი მოძღვრებისაი და პირველი იგი თავი ნეტარებათაი მიუთხრა, მეხსეულად შემდგომი ამისი მეორე ახსენა და შემოიღო მცნებაი, წინააღმდგომი გონებისა სოფლის მოყვარეთაისა. რამე თუ ყოველნივე კაცნი სოფლისანი საშურვალ და სანატრელ გონებდეს სიხარულსა და განცხრომასა შინა მყოფთა, ხოლო მწუხარებასა და გლუასა და სიგლახაკესა შინა მყოფნი საწყალობელად შეერაცხნეს. არამედ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ესენი უფრო ისად ღირსყუნა ნეტარებასა და თქვა. წახ არებაი, ნეტარ არიან გლუარენი, რამე თუ იგინი ნუგეშინისცემულიყვნენ 5:4. თარგმანი, ვინაიდან მცნებანი ესე წინააღმდგომიყვნეს ნებასა და ჩვეულებასა კაცთასა, ამისთვის ეგულებოდა რაი უფალსა მოცემაი მათი, მრავალნი სასწაულნი და კურნებანი აჩვენა, რაითა სარწმუნო იყოს რჩულისდება იგი. ხოლო რომელთა მგლუარეთათვის იტყვის, გარნა რომელნი იგი ცოდვათა თვისთათვის იგლოვდნენ, რამე თუ მეორე იგი გლუაი, რომელი იქნებოდის სოფლიოისა რაისმე და წარმოვალისა საქმისათვის, ფრიად დაყენებულ არს და არა ბრძანებულ, ვითარცა პავლე მოციქული იტყვის, ვითარმეთ, სოფლისა ამის მწუხარებაი სიკვდილსა შეიქმს, ხოლო საღმრთო იგი მწუხარებაი სინანულსა ცხოვრებისასა შეუნანებელსა შეიქმს. მეორე კორინთელთა მიმართ 7:10 ამათ ესე ვითართა მგლუარეთა ნატრის უფალი, რამე თუ კეთილ არს ესეცა მცნებაი და ყოვლისავე სიბრძნისა მასწავლელ, რამე თუ უკვე თუ რომელნი იგლოვდიან სიკვდილისათვის შვილისა საყვარელისა, ანუ ძმისა, ანუ სხვისა ვისმენ საყვარელისათვისისა, ჟამსა მას გლოისასა არცა გულის თქუმაი ხორცთა იქ მძლავრობს, არცა სიყვარული საფასეთაი, არცა დიდებისათვის სოფლისაითა სწადის, არცა შურითა მოყუსისაითა შეიცვებიან, არცა სხვათა მათ ვნებათაგან წარით ყვენვიან, ჟამსა მას ჭირისა და სალმობისა მათისასა რავდნენ. უფრო ისად რომელნი იგლოვდნენ ცოდვათათვის და ვითარიგი ჯერ არს და ვითარცა შეჰკავს გლუაი, ყოვლისაგანვე ვნებათა მძლავრებისა და ტყუეობისა განერნენ. ხოლო იხილე სასყიდელიცა მათი ვითარი არს, იგინი ნუგეშინისცემული ქმნენო. სადა ნუგეშინისცემული ქმნენ გუაუწყე უფალო.
აქაცა და მასცა საუკუნესაო, რამე თუ ვინაიდან მძიმე იყო მცნებაი ესე და საჭირო, რამე თუ საწადელ არს კაცთა შვებაი და სიხარული, ხოლო საჭირო არს გლოვაი და საწყინო, ამისთვის ესევით არის იგი სასყიდელი აღუთქვა მგლოვარეთა, რაითა აღუსუბუქოს სიმძიმე იგი. ვითარმცა იტყო და ვითარმეთ, რომელსაც სურის სამარადისოისა მის ნუგეშინის ცემისა პოვნად, იგლოვდინ და ნუ უცხო გიჩნს სიტყვაი ესე. რამე თუ ოდეს ღმერთი იყოს ნუგეშინის მცემელი, დაღაცა თუ ბევრეულნი მწუხარებათა სიმრავლენი მოიცინენ, უზეშთა ეს მათ ყოველთასა იქმნე შენ. რამე თუ მარადის ღმრთისა მიერ მოცემულნი მოსაგებელნი ფრიად უმეტეს და უზეშთა ეს შრომათა ჩვენთასა არიან. ვითარცა ესეაც სანატრელად გამოაჩინებს მგლოვარეთა და ნუგეშინის ცემასა მას სამარადისოსა ღირს ყოფს, არა თუ წესითა მით ბუნებითითა, არამედ უზეშთა ეს ბუნებისა, რომელიგი არა ღირსებისა ებრ საქმისა მის იქმნების, არამედ მისისა მის კაცთმოყვარებისათვის. რამე თუ კმა იყო მათთვის რომელნი ცოდვათა თვისთა იგლოვენ, შენდობისა პოვნაი და სატანჯველთაგან განრომაი. ხოლო გარდამატებულისა მის სახიერებისა მისისათვის არა სატანჯველთაგან ხოლო იხსნის, არცა შენდობასა ხოლო ცოდვათასა ყოფს მისაგებელად, არამედ ნეტარებასა მას საწადელსა მიენიჭებს და ნუგეშინის ცემასა მას მის მიერსა დაუმკვიდრებს. ხოლო უკვე თუ ვინმე თქვას ვითარმეთ, ვითარ იგლოვდეს, რომელსა არა უძღოდის ცოდვათა სიმრავლე, ვითარცა იყო იოანე ნათლისმცემელი, იოანე მახარებელი და სხვანი მსგავსნი მათნი. ნუ უკვე რომელსა არა აქუნდენ ცოდვანი მიზეზად გლოვისა, გარეგან საღმრთოისა მის ნუგეშინის ცემისა დაშთესა, არამედ ესე სიტყვაი უმეცართაი არს, რამე თუ ჩვენ, რომელნი ესე ცოდვათა შინაგან ფრთილ ვართ, არა უწყვით ყოლადვე გულის სიტყვაი იგი, რომლისაგან წმიდანი საწუთროსა ამას შინას სამარადისოდ იგლოვენ. არამედ მსგავს ვართ კაცსა, რომელი ბნელსა შინა შობილა და აღზრდილ და არცა იცინ ყოლადვე შვენიერებაი საწადებისა მის ნათლისაი, არცა ელმინ მისთვის, უგულისხმოებისა მისთვის, რომელი აქ უმუხილავისა მის და უცნაურისა კეთილისათვის. ხოლო წმიდანი მსგავს არიან კაცსა, შობილსა და აღზრდილსა ნათელსა შინა და მერმე შეწყვილებულსა ბნელსა შინა უკუნსა, რომელსა სური ნათლისათვის და დაკლებისა მისისათვის დაუცხრომელად იგლოვან, ვიდრე მდის გამოვიდის კვალად ნათლად. რომელიმე არს ნათელი იგი, რომლისა გამოხვებითა წმიდანი იგლოვენ, ხოლო ჩვენ უმეცარ ვართ და ულმობელ. პირველი იგი ცხოვრებაი და მოქალაქობაი იგი სანატრელი, რომელსა შინა იყო ბუნებაი ჩვენი, რომლისა ბრწყინვალებასა და შვენიერებასა მოგონებაცა ვერ შემძლებელ ვართ, რამე თუ მსგავსებაი იყო ღმრთისაი, უხრთნელებაი იყო და უკვდავებაი და ნეტარებაი, აზნაურებაი, ყოვლისავე ვნებათა მონებისაგან უჭირველი და უზრუნველი ცხოვრებაი, საღმრთოსა მას საშვებელსა შინა ყოფაი და გონიერად ხილაი დიდებულისა მის ნათლისაი. ვითარმცა ვინ უძლო სიტყვითა თვისითა ნეტარებისა მის ღირსებით გამოჩინება და უბადრუკებისა ამის, რომელსა შინა შთავარდა ბუნებაი ჩვენი. ვითარ დაუნდაბლდით სიმაღლისა მისგან მსგავსებისა ღმრთისა და უკვდავებისა წილ მოკვდავ ვიქმნენით, უფლებისა წილ და მთავრობისა მონათვნებათა გამოუჩნდით, საშვებლისა მის წილ სამოთხისა ქვეყანაი ესე შრომისა და სალმობისაი დავიმკვიდრეთ. კაც უკვე წმიდანი მეცნიერ არიან დიდებულსა მას და სანატრელსა ცხოვრებასა, რომლისაგან გამოეხვა და ექსორია იქნა ბუნებაი ჩვენი და მარადის იგლოვენ. რამე თუ სურის საწადებისა მისთვის მოქალაქობისა და ეწყინების უბადრუკი ესე ამის საწუთროისა დაუდგრომელობაი და ზეგქვეკვეთებაი. იხილე ვითარ იგლოვს დავით და იტყვის, ვაიმე, რამე თუ განმიგრძამე მწირობაი ჩემი, დავემკვიდრე მემყოფთა თანა კედარისათა, ფსალმუნიას 19:5, რომელ არს ბნელი, რამე თუ კედარი ბნელად გამოითარგმანების. ეხილვა გემოინათლისა იმის, რომლისაგან გამოვეხვენით, ამისთვის ამას საწუთროსა მწირობად სახელსტო და სამკვიდრებელად ბნელისა და იგლოვდა განგრძობისა მისისათვის.
ისმინეთ კვალად პავლესიცა რამე თუ იტყვის. კუნესითო და ვიგლოთ, რამე თუ საყოფელი იგი ჩვენი ზეცით გამო შემოსად გუსურის, რომელი იგი თუ იმოსოთ, არაშიშველ ვიპოვნეთ და რომელნი ესეღავ არც საყოფელსა ამას, კუნესით და გვიმძიმს, ვიდრემდის დაინდქას მოკუდავი იგი ცხოვრებისაგან. შეადარე მეორე კორინთელთა მიმართ 5:2-4. ხედავა ვითარ სამარადისოსა გლოასა შინა იყვნეს წმიდანი ხსენებითა მიუთხრობელისა მის კეთილისაითა, რომლისაგან გამოვარდით? ამისთვისა ნეტარებასა მას და ნუგეშინის ცემასა ქრისტეს მიერსა მიემთხვინეს. ხოლო ჩვენ უგულისხმოთ ამათ და სრქელთა გონებითა, რომელნი ესე მსგავს ვართ ბნელსა შინა შობილისა მის და არა უცხვით ჯეროვნად არცა ნეტარება იგი, რომელსა დავაკლდით, არცა უბადრუკება ესე, რომელსა შთავცვივენით, გვაქოს კვალად მიზეზი გლოისაი. სიმრავლე ესე ცოდვათა ჩვენთაი და აურაცხელთა ამათ ვნებათაი, რომელნი გუმძლავრობენ და ვით არცა მონათა და ტყუეთა, ესრეთ მორჩილებად თვისა მიგვიზიდვენ. ვიგლოვდეთ უკვე და ვტიროდით, რაითა მოგუხედნეს მეუფემან წყალობით და მოგვანიჭოს მოტევებაი ცოდვათაი და გამოხსნა იმ წარისა მისგან მონებისა ვნებათაისა და ღირს გუყნეს ნეტარებასა მას და ნუგეშინის ცემასა საუკუნესა. რამე თუ ხნებავს მას ყოველთა კაცთა ცხოვრებაი და მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა მოსვლაი, პირველი ტიმოთეს მიმართ 2:4 კაცთმოყვარებისა მისისათვის. ხოლო გლოაი ბრძანებულარს ჩვენ და არა თვისთაოდენ ცოდვათათვის, არამედ მოყუსისათაცა, ვით არცა იქმოდეს წმიდანი იგი, ვით არცა იქმოდა მოსე და დავით და პავლე და სხვანი მრავალნი, რომელთა ვპოებთ, ვით არმედ დიდად იგლოვდეს და ტიროდეს ცოდვათათვის მოყუსისათა. და ყოვლით კერძო კეთილარს მცნებაი ესე გლოისაი და ფრიად სარგებელ, რამე თუ ვინაით განჭირი ამის საწუთროისაი საუკუნოისა განსვენებისა მომატყუებელ იქნების, ხოლო შვებაი და განცხრომაი სატანჯველთა მიზეზ გვექმნების, ჯერ არს გლოაი, რამე თუ უაღრესი არს ყოველთა მოღვაწებათა. იხილე რასა იტყვის სახარებაი ლაზარესთვის, ვით არ ღირს იქნა იგი ნუგეშინის ცემასა მას, რამე თუ შეიცრებული ჭირთაგან ამის საწუთროისათა გლოასა შინა იყო უჭირველისა მის ცხოვრებისა სურვილითა. ამისთვისა ხრქვა აბრაჰამ დიდარსა მას, მოიხსენე, რამე თუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწესე რა აქა ესე ნუგეშინის ცემულარს, ხოლო შენი ტანჯები. ლუკა 16:25. ვიგლოვდეთ უკვე, ძმანო და ვტიროდით საწუთროსა ამას, რაითა ჩვენცა მივემთხვინეთ ნეტარებასა მას საუკუნოისა ნუგეშინის ცემისასა. სახ არებაი, ნეტარ არიან მშვიდნი, რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი 5:5. თარგმანი, ვით არცა კიბე კეთილად შემზადებული წინა გუღნა ჩვენ ხუროთმოძღვარმან სულთა ჩვენთამან წმიდანი ესე და განმანათლებელი მცნებანი აღმყვანებელად ჩვენ და ნეტარებასა მასზე ცისასა. რამე თუ ესე რა მესამეცა გვიბრძანა მცნებაი კეთილი და ფრიად შვენიერი, რომელ არს სიმშვიდე, ნაშობი პირველ თქმულისა მის მცნებისა სიმდაბლისაი, რამე თუ მისგან აქოს ამას დაწყებაი და მისგან იშვების და მას სრულყოფს. დიდ არს სიკეთე ამისი და სარგებელი და მსწრაფლი მიაწევს კაცსა საზომსა დიდსა და ღირს ყოფს ნიჭთა მათ და მადლთა ღმრთისა მიერთა. სიმშვიდე კლდე არს აღმაღლებული ღელვათაგან გულის წყრომისა და უკეთურებისათა, რომელსაც ზედა აღეშენოს თუ გოდოლი იგი სულისაი, ბჯენი ჯოჯოხეთისანი ვერსა და ერეოდიან მას. მათე 16:18 მსგავსებაი არს ესეცა ქრისტესი, ვით არცა იგი სიმდაბლისათვის ვიტყოდეთ, რამე თუ თავად მან ესრეთ ბრძანა, ისწავეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ვპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთაი. მათე 11:29 სიმშვიდე და სიცრფოებაი და უმანკოებაი ერთ არიან საქმითა, რაღაცა თუ სახელი განყოფილი აქვს მცირედისა რა ისამე შეცვალებისა მათისათვის.
სიმშვიდე შეუცვალებელობა ars გონებისაი, რომელი პატივსა შინა და შეურაცხებასა შეუცვალებელად ეგის. ამისთვისცა ნეტარების აღირსყო ესე ვითარი გონება იუფალმან და თქვა, ნეტარ არიან მშვიდნი, რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი. ქვეს უპირატეს ჩვენსა სხვათა ვითარმეთ, ქვეყანასა მას საუკუნესა იტყვის სამკვიდრებელად მშვიდთა, სადა იგი არა არს სალმობაი და მწუხარებაი და სულ თქუმაი, რომლისათვის თქვა წინაწარმეთ ყველმან, ადგილსა მწვანილსა მუნდა ამამკვიდროს მე, წყალთა ზედა განსასვენებელთა მუნ გამომზარდოს მე, ფსალმუნი 22, სადა იგი არს 64 საშვებლისაი, რომლისაგან საწყალობელად გამოვისხენით და სოფელსა ამას ჭირისა და სალმობისასა მოვიწიენით. და კეთილ არს სიტყვაი ესე და შესაწყნარებელ, რამე თუ მეტყველნიცა ამის თარგმანებისანი ჭეშმარიტებისა თანაშემწე არიან. გარნამე, ვინაიდან არა მიპოვი ეს წერილთა შინა საუკუნოი ქვეყანაი, რამე თუ მრავალთა მათ სახელთა შინა საუკუნოისა საშვებლისათა ქვეყანაი არა თქუმულ არს, ესრეთ ვგონებ, ვითარმეთ ხილულისა ამისთვის ქვეყანისა. იტყვის და ამის მიერ საუკუნოსაცა ცხოვრებასა მოასწავებს, ვითარცა თქვა სხვასა ადგილსა, ვითარმეთ, ნუ ხზრუნავთ, რა ისჭამოთ, ანუ რა იხსუათ, ანუ რა შეიმოსოთ, არამედ ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. მათე 6. 31, 33 და კვალად თქვა, რომელმან დაუტეოს მამაი და დედაი, ცოლი და შვილი, სახლი და აგარაკი ჩემთვის, მან 100 წილი მიიღოს, რაც ჯამსა ამას, და საუკუნესა მას მომავალსა, ცხოვრებაი საუკუნოი. მათე 19-29 რამე თუ ოდესმე საუკუნესა მას საშვებელსა ხოლო აღუთქმიდა და სასუფეველსა ცათასა და ოდესმეს რქელთათვის გონებითა ორ კერძოვე აღრიის სწავლა ითვისი, ამის შამისა განცა და მერმისა, ეგრეთვე აქა სიტყვითა ამით, ვითარმეთ. მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი, ხილული ესე აუწყა ქვეყანაი და ამის მიერ საუკუნო იგი მოასწავა ცხოვრებაი, ვითარცა ძველსაცა რჩულსა წერილ არს. პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაითა იქნე დღე გრძელ. გამოსვლა 20, 12 რამე თუ ზრქელთათვის და უმეცართა ითქუმიან წერილთა შინა ამისვე ჟამისა მისაგებელნი. და კვალად ავაზაკმან მან ჯუარსაზე და ჰრქუარაი, მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა, ლუკა 23:42 არა საუკუნო ისა მისთვის სასუფეველისა ჰრქუარაი უფალმან. არამედ შემოკლებულისა მისთვის ჟამისა და იჩვეულისა მისთვის გონებისა მისისა მასვე ჟამსა აღუთქვა ნუ გეშინის ცემაი და ჰრქუა, დღესვე ჩემთანა იყო 64-სა. ლუკა 23:43 ეგრეთვე მოციქულიცა პავლე მრავალგზის ამის ჟამისაცა განსვენებასა წინა უყოფს მაწვეველად სათნოებისა, ვითარცა იგი იტყო და რა იქალწულებისათვის, არა ახსენა სასუფეველი ცათაი სასყიდელად, არამედ თქვა მოწევნულისა ამისთვის ურვისა, და მე გერიდებიო და მნებავს უზრუნველობა ითქვენი. პირველი კორინთელთა მიმართ 7:28-32 ეგრეთვე აქაცა უფალმან სულიერსა თანა და უხილავსა ხილულიცა აღრია უგულისხმოთათვის და სრქელთა გულითა, რამე თუ ვინაითგან კაცნი ჰგონებდეს. თუ მშვიდნი და წრფელნი და უმანკონი ვერ წარჰმართებენ ცხოვრებასა ამის საწუთროისასა, არამედ შეურაცხი ქმნებიან ყოველთა მიერ და საწუნელ ყოველთა არიან და მონაგები მათი წარსატაცებელი ქმნების და ამით სახითა სიცხარე და მანქანება უაღრეს შეერაცხა. ვიდრეღა სიმშვიდე და სიცრფოებაი, ამისთვის იტყვის უფალი, ვითარმეთ არა ესრეთ არს არამედ. უფრო ისად მშვიდნი და წრფელნი არა თუ საუკუნესა ხოლო ცხოვრებას აღირს იქნენ, არამედ ქვეყანასა ზედაცა უაღრეს და უმჯობეს იყვნენ ფიცხელთა და ცხართა და მან კი ერთასა, ვითარცა იგი წერილ არს, ვითარმეთ, იყო ესავ მეცნიერ და მხნე და ძლიერ, ხოლო იაკობ იყო კაცი უმანკოი და მყოფი სახლსაშინა. და ისაკსცა უყვარდა ესავ, შეადარე დაბადება 25, 27, 28, არამედ ღმერთმან უმანკოებისა მისთვის იაკობისა ყოველივე მას განუმარჯვა და ყოველსა ზედამძლე ექნა ძმასათვისა, მხნესა მას და მეცნიერსა.
ეგრეთვე იოსებ მშვიდი იყო და წრფელი და უაღრესი იქმნა ძლიერთა მათ და მხნეთა და მრავალღონეთა ძმათათვისთა. იყო დავითსა კაცი მშვიდი და წრფელი გულითა და ძმანი მისნი უშვენიერესნი და უკეთესნი, არამედ არა სტნდეს უფალსა, ხოლო დავით სტნდა და მეფობა იწინა წარმეტყველებით ურთმიანიჩა. აჰა ესე რა ხედავთ, ვითარმეთ ზემოხსენებულთა ამათ მშვიდთა, იაკობ და იოსებ და დავით დაიმკვიდრეს ქვეყანაიცა და ღირს იქნეს ეცისა სასუფეველსაცა და ძუელსაცა შინა წერილსა იპოების ესე ვითარიქება ისი მშვიდისაი. ამისთვისცა უფალმან მისვე წესისა ევრთქვა, ნეტარიყვნენ მშვიდნი, რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი. არა თუ სასყიდელად მშვიდთა ქვეყანაი ესე ხოლო ხილული დადვა, არამედ ამისთანა მერმესა მასსა დაუსრულებელსა ცხოვრებასა მიანიჭებს, რამე თუ ნიჭნი მისნი მოუგონებელ და მიუთხრობელ არიან, და მოშიშთა მისთა აქაცა სანატრელ და უცდომელ ყოფს და საუკუნესა მას მკვიდრად კეთილთა მათ მიუთხრობელთა გამოაჩინებს. სახარებაი ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწუროდის სიმართლისათვის, რამე თუ იგინი განძღენ 5-6. თარგმანი, ვითარცა ხორციელსა მას ნებასა შინა არა ყოველთა კაცთა ერთისა ჭამადისა მიმართ აქოს გულის თქუმაი, არამედ კაცადსა ნებისა ევრთვისისა სწადის, რომელსამე ტკბილი და რომელსამე პოხილი, რომელიმე ხილის მოყვარე არს და რომელიმე ღვინისა. და ესრეთ თითოეულსა სხვისა და სხვისა აქოს წადიერებაი, ეგრეთვე სულიერთა საქმეთა შინა არს. არა ყოველთა გულის თქუმაი ერთსა ზედა არს, არამედ რომელთა მესურის დიდებისათვის სოფლიოისა, ანუ სიმდიდრისა, ანუ სანოაგეთა სიმრავლისა, ანუ ვნებათა მიერ ხორციელთა ძლეულარნ. და სხვანი არიან, რომელთა სურვილი და გულის თქუმაი და წადიერებაი კეთილისა მიმართ არს, რომელ არს სათნოებაი, რომელსაცა ესერა სიმართლეთ სახელს თვა უფალმან. რამე თუ სიმართლეთ თქვა შემოკრებული იგი ყოველთა კეთილთაგან სათნოებაი და აღსრულებაი ყოველთავე მცნებათა ღმრთისათა, რომლისათვის წაიტყვის, ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწუროდის, და არა სხვისა რაისათვის მე, არამედ სიმართლისათვის. რაითა მისა მიმართ სურვილიყვნენ, მისა წადიერ და წყურიელიყვნენ, რამე თუ იგინი განძღენ. სიმტკიცესა მას და განუქარებლობასა სათნოებისა მის ღმრთის მსახურთა ისა განძღომათ სახელს თვა, რამე თუ ხორციელთა ამათ საქმეთა აღსრულებაი ცუდ და ამაო არს, და ჭურსა შინა განხურეთილსა შთაასხამს, რომელი ნებასა ხორციელთა გულის თქუმათასა აღასრულებს. რამე თუ რომელი ვინ დღესა ჭამა და სუა, ანუ სხვაი რაიმე ნებაითვისი აღასრულა, ხვალე არ არა იაქოს მისგან, არამედ წარხდა და ამაო იქმნა, ხოლო მოქმედთა სიმართლისათა და მუშაკთა ღმრთის მსახურებისათა ყოველი საქმე და შრომა მტკიცე არს და შეურყეველ, და ყოველი სარგებელ მათთა და აღმოორძინებელ ჰასაკისა მის სულიერისა იქმნების. ნეტარ არიან უკვე, რომელთა შიოდის და სწუროდის ქალწულებისათვის, რამე თუ იგინი განძღენ შვენიერებითა მitsიწმიდისაითა. ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწუროდის მოწყალებისათვის, რამე თუ იგინი განძღენ სასყიდლითა მitsახიერებისაითა. ოდესეს მას მოედით. კურთხეულნო მამისა ჩემისანო, შეადარე მათე 25-34 ნეტარიყვნენ, რომელთა შიოდის და სწუროდის სიყვარულისათვის, რამე თუ იგინი განძღენ სიტკბოებითა მითგანუძღომელითა. ეგრეთვე ყოვლისა სათნოებისა და ყოვლისა სიმართლისათვის მშიერნი და სურვილნი ნეტარ არიან, რამე თუ განძღენ ნაყოფთა მათგან სიმართლისათა არა ვითარცა ხორციელთა ჭამათთაგან, რომელთაგან აღმოივსის რაი მუცელი, მოსწაგდიან იგინი და დაცარიელდის რაი, კვალად შინ რამე თუ ცარიელარნ. ხოლო სულიერი იგი სიმაძღრე არცაოდეს დაცარიელდების და განილევის, არამედ მტკიცე არს და განუქარვებელ, არცა წადიერებისა მის სიტკბოებისა მისისა ყოფს სიძაგულსა, არამედ მარადის საწადელ არს ღმრთის მოყვარეთა მიერ და გულისა თქმელ და სასურველ.
ესრეთ უკვე შემოკრებულსა მას ყოველთა კეთილთა განსათნოებასა სიმართლეთ სახელსტვა და კვალად ერთსა მასსა სათნოებასა, წინააღმდგომსა ანგახრებისასა, სიმართლედ ეწოდების, რომლისათვისცა ეგულებოდა რაი მოწყალებისათვის თქუმად. პირველად შემოიღო სახელი იგი სიმართლისაი, რაითა გვასწაოს, თუ ვითარ ჯერ არს ქმნაი მოწყალებისაი, არა ნატაცებისაგან, არცა მონახვეჭისა და ანგახრებისა, არამედ სიმართლისაგან. ამისთვის ნატრის მათ, რომელნი ესოდენ მოყვარე არიან სიმართლისა, ვითარცა მშიერსა და წყურიელსა სწადინ ჭამადისათვის და სასუმელისა. ხოლო ვითარცა ზემოვრთქურ ვითარმედ მრავალგზის სულიერსაცა სასყიდელსა მოასწავებენ სიტყვანი უფლისანი და ხორციელსაცა, ეგრეთვე სიტყვითა ამით, ვითარმედ, იგინი განძღენ, პირველ თქმულიცა ესე ძალი სიტყვისაი მოასწავა და ხილულსაცა მისაგებელსა გამოაჩინებს. რამე თუ ვინაითგან მრავალნი ჰგონებენ, თუ ანგახრებისა მიერ იქნების სიმდიდრე და უნაკლულოდ ყოფაი, ეტყვის უფალი ვითარმედ უფროისად სიმართლისა მიერ იქნების ესე. ნუმცა ვის უკვე მოქმედსა სიმართლისასა ეშინის სიგლახაკისაგან გინა სიყმილისა, რამე თუ მეძიებელსა სიმართლისასა მიეცეს ყოველივე კეთილი უცდომელად და უშიშად. ამისთვის შევიტყბოთ სიმართლე ყოვლით კერძო, ზოგადიცა იგი ყოველთა სათნოებათა ერთობაი და განყოფილიცა ესე სიმართლე რომელ არს არასა და მიხვეჭაი ანუ ვნებაი მოყუსისაი, არამედ უფროისხათვის ისაცა მიცემაი ქველის საქმედ. ვიყვნეთ მშიერ და წყურიელ ჭეშმარიტისა მისთვის სიმართლისა უზეშთაესისა და უსაწადელესისა ყოველთავე კეთილთა რომელ არს უფალი ჩვენი იესო ქრისტე რომელი გვექმნა ჩვენ სიბრძნე ღვთისა მიერ სიმართლე და სიწმიდე და გამოხსნაი. ნეტარი იგი და მხოლოი ძლიერი მეუფე მეუფეთაი და უფალი უფლებათაი მხოლოი იგი რომელსა აქვს უკუდავებაი და ნათელსა მყოფარს მიუწდომელსა თანამამით და სულით წმიდითურთ. რამე თუ იგი თავადი არს მშვიდობაი ჩვენი, რომელმან შექმნა ორი ვითარცა ერთად და შუა კედელის ღუდისა იმის დახსნა, ეფესელთა მიმართ 2:14, რამე თუ მის მიერ მაქვს ჩვენ მიახლებაი ერთითა სულითა მამისა მიმართ, და იგი მექმნა ჩვენ პურად ზეცით მოსრულად და წყალცხვალ, რომლისას წყუროდა ნეტარსა დავითს და იტყოდა, ვითარცა სურინირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო ძლიერო და ცხოელო. ოდესმე მივიდე და ვეჩვენო პირსა ღმრთისასა, ფსალმუნი 41:2-3, რამე თუ მან ნეტარმან პირველვე ისწავლა, ვითარ ჰგონებ, მადლითა სულისა წმიდისაითა აღთქმული ესე მცნებაი უფლისაი და განუძღომელი იგი განძღომაი ესე ვითართა მათ კეთილთაი. ამისთვის ღაღატყო, ხოლო მე სიმართლით ვეჩვენო პირსა შენსა, განძღე გამოჩინებითა დიდებისა შენისაითა. ფსალმუნი 16:15. ესე არის ჭეშმარიტი სიმართლე და ჭეშმარიტი სათნოებაი და ჭეშმარიტი კეთილი სიტყვაი და ძალი ღმრთისაი, რომელმან დაფარნა ცანი შვენიერებითა მისითა. ამბაკუმი 3:3 ვითარცა იტყვის ამბაკუმ და სამართლად ნეტარ არიან, რომელთა შეოდის და წყუროდის ესე ვითარისა მის საწადებისა სიმართლისათვის, რამე თუ იგინი განძღენ განუძღომელითა მით კეთილითა, რა ჟამს აღესრულოს მათზე და უტყუელი იგი აღთქმაი უფლისაი, რომელ თქვა ვითარმედ, რომელსა უყვარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს. და მამამან ჩემმან შეიყვაროს იგი და მოვიდეთ. მისა სულით წმიდითურთ და სავანემისთანა ყოთ. შეადარე იოანე 14:23. წახ არებაი, ნეტარ არიან მოწყალენი, რამე თუ იგინი შეიწყალნენ 5:7. თარგმანი, აღმაღლდა კიბე ესე საღმრთოი ამათ ნეტარებათაი და მიგუახლებს ჩვენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, ნეტარსა და უზეშთაესა ყოვლისავე ნეტარებისა, რამე თუ ესე რა მოწყალებაიცა შემოიღო შორის და ნატრის მოქმედთა მისთა, რომელსაც ამსგავსებად ღმრთისა აღგვამაღლებს, რამე თუ მოწყალე ეწოდების ღმერთსა და სახიერ და მწყალობელ, ვითარცა წერილ არს, მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩვენი მწყალობელ.
ფსალმუნი 114:5 უკვე ვინაიდან შემსგავსებული სახელი არის. ღმრთისაი მოწყალებაი და ჩვენ ესე რა მოწყალებად გვიწეს სუფალი, რა ის თქვა სხვა იწოდებაი ესე, გარნა მსგავსებად ღმრთისა წოდებაი, ვითარცა სხვა საადგილსა განჩინებულად თქვა, იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი მოწყალე არის. ლუკა 6:36 ეჰა საკვირველი გამოუთქმელი. ეჰა საიდუმლოი მოუგონებელი. სადაღა აღამაღლა ქვესკნელთა ქვეყანისათა შთასრული ესე ბუნებაი ჩვენი. მსგავსებად და შვილებად ღმრთისა მიმიწოდნა. დიდებაი აურაცხელსა მას სახიერებასა და კაცთმოყვარებასა მისსა. ამისთვის ჰოი ღმრთის მოყვარენო, ვისმინოთ ბრძანება იმისი და ნეტარებაი ესე მოწყალებისაი შევიტკბოთ, რაითა ჩვენცა პოთ წყალობაი და მობაძავ მოწყალისა მისვიქმნეთ. ხოლო აქა არა მათ ოდენ უწეს მოწყალეთ და ჰნატრის, რომელნი საფასეთა მიერ იქმან ქველის საქმესა, არამედ მათცა, რომელნი სიტყვათა მიერ ყოფენ წყალობასა, რამე თუ მრავალსახე არს წესი მოწყალებისაი და ვრცელ არს მცნებაი. ესე არს მოწყალებაი, მიცემაი საფასისაი გლახაკთა, შემოსაი შიშველთაი, გამოზრდაი მშიერთაი, შეწყნარებაი უცხობთაი, მიტევებაი თანამდებთაი და სხვაი ყოველივე საქმით ხელისაყრობაი ჭირვეულთაი, არს კვალად მოწყალებაი სიტყვითაცა სახიერებისაითა. ნუ გეშინისცემაი შეურვებულთაი, უკვე თუ საქმით ხელისაყრობაი ვერ ძალედვას, და ესეც არა განყოფილ არს ნეტარებისაგან, რომელი აღუთქვა უფალმან მოწყალეთა. რამე თუ არა საფასეთა და სახმართა მიცემასა შინა შეაწყობია უფალმან მოწყალებაი, უკვე თუ არა, ვერ მცა ყოველთა მიერ შესაძლებელიყო აღსრულება იმისი, არამედ მდიდართა მიერ ხოლო და ქონიერთა. გარნა ნებასა შინა სულისასა იხილების და მას განიცდის მხედველი იგი დაფარულთაი და განკითხველი გულთა და თირკუმელთაი, რამე თუ რომელსა აქუნდეს სული მოწყალე და წადიერ იყოს ყოფად წყალობისა და უძლურებისაგან ანუ სიგლახაკისა დაყენებული იქნას ქველის საქმედ, არა რაითა დააკლდეს ნეტარებასა მათსა, რომელთა საქმით აჩვენეს მოწყალებაი და ესოდენ მიიღოს სასყიდელი წყალობისაი, რაოდენცა საზომი იგი წყალობისაი სულსა შინა მისსა იყოს. არს კვალად მოწყალებაი სიტყვათა მიერცა სწავლისათა, რომლითა გამოიზრდებიან სულნი მომხმარნი არა სიყვმილითა პურისაითა, არამედ სიყვმილითა სიტყვათა საღმრთოთაითა. რამე თუ უკვე თუ რომელმან ყოს წყალობაი ხორციელად ჭირვეულთა მიმართ, სანატრელ არს, არა უფრო ისაც სანატრელი ყოსა, რომელმან ყოს წყალობაი სულსა ზედა წარწმედულსა და გამოიხსნას ვნებისაგან და ცოდვისა. რაოდენ სული უაღრეს არს ხორცთა ესრეთ სულიერი მოწყალებაი უაღრეს არს ხორციელსა, ვითარცა იტყვის ღმერთი იერემიაის მიერ წინაწარმეტყველისა, უკვე თუ გამოიყვანო პატიოსანი არ აღერსთაგან ვითარცა პირი ჩემი იყო. იერემია 15:19 პატიოსნად სახელს თვალ სულსა, რამე თუ უპატიოსნეს არს ყოვლისავე, ხოლო უპატიოდ და არ აღერსად უწესა ცოდვასა და თქვა, უკვე თუმცა იხსნა სული ცოდვისაგან ვითარცა პირი ჩემი იყო. ესე იგი არს მსგავს ჩემ დაიქმნე. არს სხვაიცა სახე მოწყალებისაი, შეწყალებაი თავთათვისთაი, რამე თუ უკვე თუ სხვათა წყალობაი თანაგვაც, რავდენ უფრო ისად თავთათვისთაი. ამისთვის არა თქვა, ნეტარ არიან მოწყალენი გლახაკთანი ხოლო, არამედ განჩინებულად თქვა, ნეტარ არიან მოწყალენი, რაითა ესე ყოველნი მოწყალებისა სახენი გულისხმა გვიყვნეს. რაი არს უკვე შეწყალებაი თავთათვისთაი. რაითა ვითარცა ვიხილით რაი მოყვასი განსაცდელთა ფიცხელთა შთავრდომილი, შეგვეწყალის და გული გუელმინ, და უკვე თუ საყვარელ ჩვენ და არ, ცრემლიცა ფრიადი დავსთხით, ეგრეთვე გულისხმა ვყოთ და ვიხილოთ თავთა ჩვენთა განსაცდელი, პირველად,
ყოვლისავე ბუნებისა ჩვენისაი რა ესე შეგვემთხვია ვით არ გამოვისხენით მამულისა მისგან ჩვენისა ვით არ ხელსა ავაზაკთასა შთავარდით ვით არ სიმაღლისა მისგან დიდისა უფსკრულსა საჭიროისა ამის ცხოვრებისასა შთავცვივენით ვით არ აზნაურებისა მის წილ მონა ვიქმნენით მრავალთა და მძვინვარეთა მძლავრთა ვით არ უხრწნელისა მის და სანატრელისა ცხოვრებისა წილ ხრწნილებაი და სიკვდილი მოვიგეთ. ესე არს ყოვლისავე ბუნებისა ჩვენისა განსაცდელი. მერმე კვალად კაცად მან თავისათვის ისაი უკვე თუ გულისხმაყოს ვით არ გარდავხდებით დღითი დღემცნებათა უფლისათა ვით არ მიდრეკილ არს გონებაი ჩვენი საწუთროისა მიმართ და ვნებათა ვით არ ძალნისულისა ჩვენისანი არა კეთილისა მიმართ არიან. არამედ ბოროტისა გულის თქუმაი არა სასუფეველისათვის გვაქუს და სიმართლისათვის არამედ ცოდვისათვის და ბილწებისა გულის წყრომაი არა ეშმაკთა მიმართ გვაქუს და ვნებათა არამედ ძმათა მიმართ და მოყვასთა ჩვენთა გულის სიტყვაი ჩვენი არა საღმრთოთა და კეთილთა ზრახვათა იწურთის არამედ ამაოთა და მავნებელთა და ესრეთ ყოვლით კერძო განფრთილ ვართ ცოდვათა შინა და მიდრეკილ მარცხენესა კერძო. ესრეთ საწყალობელ არს საქმე ჩვენი ზოგადიცა და კაცად ისაიცა რომელ უკვე თუ თითოეულად წარმოვიტყოდით არა კმამე ხოს დღე ესე უბადრუკებისა ჩვენისა თქუმად. ნეტარ არს უკვე რომელმან შეიწყალოს თავითვისი და მოაქციოს გზათაგან ცოდვისათა და ტიროდის მწარეთ სულსა ზედათვისა ვით არცა ვინტირნსა ყვარელსა ზედათვისა მომკვდარსა ანუ ტყვეობად მიცემულსა ანუ მონებასა ბოროტისა მძლავრისასა შთავრდომილსა. უკვე თუ ესრეთ შეიწყალოს სულითვისი და განბანოს ცრემლითა და სინანულითა გამოზარდოს და სათნოებით შემოსოს არს იგი ჭეშმარიტად მოწყალე და ღირსი ნეტარებისა მის საღმრთოისა. ესე ყოველნი სახენი მოწყალებისანი არიან, შეწყალებაი ბუნებისა ჩვენისაი და ლმობიერებაი მასზე და შეწყალებაი თავისათვისისაი და მოქცევაი სინანულად და სათნოყოფად უფლისა. შეწყალებაი მოყუსისაი საქმით და სიტყვით და გონებით და კეთილის ყოფა იმისი სულიერად და ხორციელად. ამათ ყოველთათვის იტყვის უფალი, ნეტარ არიან მოწყალენი, რამე თუ იგინი შეიწყალნენ. ჩანსაც სიტყვაი ესე, თუ სწორი მისაგებელი არს წყალობისა წილ პოვნაი წყალობისაი, გარნაფრიად უაღრეს არს და უზეშთა ეს ქველის საქმისა მის მისაგებელი იგი. რამე თუ მოწყალენი იქმან წყალობასა, ვით არცა კაცნი და ვპოებენ წყალობასა ღმრთისაგან. ხოლო არასწორ არს წყალობაი კაცობრივი და საღმრთოი, არამედ რავდენ განყოფილება არს შორის ბნელისა და ნათლისა ანუ შორის სახიერებისა და უკეთურებისა ესოდენ უზეშთა ეს არს და მოუგონებელად უაღრეს წყალობაი ღმრთისაი და მოწყალებაი კაცთაი. ნეტარ არიან უკვე ჭეშმარიტად მოწყალენი, რამე თუ იგინი შეიწყალნენ წყალობითა მით სანატრელითა, საწადელითა და მოუგონებელითა, რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისას არა მოუხდა, რომელი იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთათვისთა. პირველი კორინთელთა მიმართ 2:9. სახ არებაი, ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ 5:8. თარგმანი დიდარ საიდუმლოი ესენიჩთა უფლისათაი და მიუთხრობელ, რამე თუ ესერა ხილვაი ღმრთისაი აღუთქვა წმიდათა გულითა, რომლისათვის თქვა დიდმან იოანე, ღმრთისმეტყველებისა ნესტუმან, ვითარმედ, ღმერთი არავინსა და იხილა. იოანე 1:18 და ამტკიცებს ნეტარი პავლეცა სიტყვასა ამას და იტყვის, რომელი იხილა არავინ კაცთაგანმან, არცა ხილვად ხელეწიფების. პირველი ტიმოთეს მიმართ 6:16 ვით არ არს სიტყვაი ესე, რომელ უფალმან თქვა, ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ და ნეტართა მათ მოციქულთა თქვეს, ვით არ მეტ შეუძლებელ არს ხილვაი ღმრთისაი. გარნა ესე ესრეთ გულისხმავყოთ, არცა უფალი შეუძლებელსა რასმე იტყვის და არაყოფათსა, არცა იგინი გარეგან ბრძანებისა მისისა რასმე ქადაგებენ.
არამედ ბუნება იგი საღმრთო არსებითათვის ითა ყოვლისავე ბუნებისა უზეშთა ეს არს უხილავი და თვალჩეუდგამი ღმრთეებაი. ამისთვისცა გამოუკვლელად გზათა მისთა შეადარე რომაელთა მიმართ 11:33 იტყვის მოციქული რამე თუ არცა თვალითა შესაძლებელ არს ხილვაი არცა გონებითა მოგონებაი. არამედ უხილავი იგი და მოუგონებელი ბუნებითა მით ღმრთეებისაითა სხვითა სახითა იხილვების და გულისხმარი ყოფების კაცთ მოყვარებისა მისისათვის, რამე თუ შესაძლებელ არს აგებულებითა ამით დაბადებულთაითა მიუთხრობელისა მის სიბრძნისა მისისა ხილვაი. ვით არცა იტყვის მოციქულივე ვით არმედ, უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაით ქმნულთა მათ შინასაცნაურად სახილველ არს სამარადისოი. იგი ძალი მისი და საღმრთოი რომაელთა მიმართ 1:20 რამე თუ აგებულებისაგან სოფლისა და დაბადებისაგან კაცისა სიბრძნე და ხელოვნებაი დამბადებელისა იხილვების და ესრეთ ბუნებით უხილავი იგი საქმეთაგან სიბრძნისა და ძლიერებისა და განგებულებისა მისისათა იხილვების და გულისხმარი ყოფების. გარნააც წმიდათა გულითა არა ესევით არი ხოლო აღუთქვა ხილვაი ღმრთისაი გულისხმის ყოფითა დაბადებულთაითა, რამე თუ ესე შესაძლებელ არს სხვათა მიერცა სწავლულთა სოფლიოისა სიბრძნითა, უკვე თუ ენებოს ჭეშმარიტ საგულისხმის ყოფასა მოსვლაი. არამედ სხვასაცა უაღრესსა რასმე ხილვასა ნეტარება იგი მოასწავებს დამარხულსა წმიდათათვის გულითა, რომელი იგი ბუნებასა შინაკაცობრივსა შესაძლებელ არს დატევნათ, რომელი მას საუკუნესა განმზადებულ არს წმიდათათვის, რომელსა ვჰგონებ, თუ იგი არს უაღრესობაი ყოველთა მათ კეთილთა. სასუფეველისათა და უფრო ისხავ თქვა, თუ იგი არს სასუფეველი ცათაი, ხილვაი ღმრთისაი, რავდენ იგი შესაძლებელ არს, არა თუ რა იგი არს, არამედ რა იგი იცის მან, ხოლო მან ვით არმედ თავს იდებს ბუნებაი ჩვენი ხილვად. ხოლო მის ხილვისა ხელმწიფებაი ჩვენ და მოუცემიეს, რაღაცა თუ მონიჭება იმისი არს, ვით არცა გამოაცხადებს სხვასა ადგილსა და იტყვის. სასუფეველი ცათაი შინაგან თქვენსა არს, შეადარე ლუკა 17:21 რა ითავწნათ, ვით არმედ რომელმან წმიდა ყოს გულითვისი ყოვლისავნებისაგან და ყოვლისავე ნივთისაგან წინააღმდგომისა, შვენიერებასა შინასულისათვის ისასა იხილოს ხატის საღმრთოისა მის ბუნებისაი, ვით არმცა ესრეთ უბრძანებდა კაცთა ძალითა მცირეთა მათ სიტყვათაითა, ვით არმედ. ჰოი კაცნო, რომელნიცა სურვილ ხართ ხილვად ღმრთისა გესმას. რაი ვით არმედ ამაღლდა დიდად შვენიერება იმისი ზესკნელს ცათა და გამოუთქმელ არს დიდება იმისი და შვენიერება თვალჩეუდგამ და ბუნება იმისი უხილავ, ნუ სასოწარ კვეთილ იქნებით ხილვად სასურველისა მის. რამე თუ რომელი იგი შესაძლებელ არს კაცთა მიერ ხილვაი ღმრთისაი და რაოდენ ბუნებასა თქვენსა ეტევის, თქვენ შორის არს, რამე თუ ესრეთ დაიბადენით დამბადებელისა მიერ ხატად და მსგავსებად ღმრთისა. არამედ შემოვიდა ცოდვაი და შვენიერება იგი ბუნებისაი დაფარა. ხოლო აც უკვე თუ იღვაწოთ კვალად ყოვლისა მის ნივთისა და ყოვლისა მის ნაგევისა განგდებად გულთაგან თქვენთა და განწმედად მისა ყოვლისაგანვე ბიცისა, კვალად გამოგიბრწყინდეს ღმრთივ შვენიერი იგი ხატი და იხილოთ დიდებაი ღმრთისაი. ვით არცა სარკითა რა იხილის კაცმან მზე, რაღაცა თუ თვალთა შედგმად ვერ ხელეწიფებინ, ეგრეთვე თქვენ რაღაცა თუ ვერ ძალგიცგანს და თვალჩეუდგამისა მის ბუნებისა ნათელსა, არამედ უკვე თუ პირველქმული იგი შვენიერებაი თქვენი კვალად მოიგოთ მოუაწებითა, მიემთხვინეთ საწადელს ამას. რამე თუ სიწმიდე არს და სიმართლე და ჭეშმარიტებაი ღმერთი, სიყვარული არს და სახიერებაი და სიცრფოებაი და ყოველივე კეთილი მისთანა არს და მის მიერ. უკვე თუ ესე ვითარნი ესე საქმენი მოიგნეთ თქვენ შორის, ღმერთი თქვენ შორის არს და იხილოთ აწვე დიდება იმისი სულთა შინა თქვენთა. ხოლო იხილოთ უაღრესად რემერმესა მას საუკუნესა, ოდეს სახე წარხდეს და ყოველივე ჭეშმარიტება იყოს. იხილოთ მაშინ რომელნიცა წმიდა იყვნენ გულითა, რაოდენ იგი შესაძლებელ არს კაცთა მიერ ხილვაი ღმრთისაი.
ამას მოასწავებს მოციქულიცა პავლე, ვითარცა მიწევნული სიწმიდესა გულისასა და იტყვის, ვხედავაც, ვითარცა სარკითას სახესა, ხოლო მაშინ პირისპირ. აც ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე. პირველი კორინთელთა მიმართ 13:12 ესე იგი არს ვითარცა შეუძლია მიერვე სიწმიდითა გულისაითა შემეცნებათ, რაოდენ ძალუც ბუნებასა ჩემსა თავსდებათ. აც უკვე გულისხმავ ყოფთ, ვითარმედ აღთქმულ არს წმიდათათვის გულითა ხილვა ღმრთისაი, არა თუ ვითარ ბუნება იმისი არს, არამედ ვითარცა ჩვენსა ამას ბუნებასა ძალუც. ხოლო სახმარ არს სიწმიდე გულისა იბრძანებისა ებრუფლისა, ვითარცა მოციქულიცა გუასწავლის და იტყვის, მშვიდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რამე თუ ამისა თვინიერ ვერ ვინიხილოს უფალი. ებრაელთა მიმართ 12:14 რამე თუ განწმედაი გულისაი ყოვლისაგანვე ბოროტისა გულის სიტყვისა უმეტეს ყოვლისა სათნოებისა ღირს გუყოფს ჩვენ ხილვასა მას საღმრთოსა. ვინაიდან პირველ ამისა ნეტარება შეასხა მოწყალეთა და იცოდა, ვითარმედ მრავალნი იქმან მოწყალებასა და სიწმიდესა არა იმარხვენ, არამედ ერევიან ცოდვასა, რაითა გუაუწყოს, ვითარმედ არა კმა არს იგი, უკვე თუ ესეცა არა იყოს, ხილვად ღმრთისა. ამისთვის ესე ხოლო შეუდგინა, ვითარმედ რომელსა სურის ხილვად ღმრთისა, არა თუ ხორცს და ხოლო სიწმიდე თანაც, არამედ სრულიად გულისათვის ისაი ყოვლისავე ბიცისაგან და ყოვლისავე ვნებისაგან წმედაი უღირს. ხოლო თუ ვითარ სრული ქნების სიწმიდე გულისაი, შემდგომთა მათ სიტყვათა და მოძღვრებათაგან უფლისათა კეთილად გულისხმა იყოფების. ვისწრაფოთ უკვე საყუარელნო და მარხვად წმიდათა მათ მცნებათა მისთა, რაითა ვიქმნეთ წმიდა გულითა და ხილვად ღმრთისა ღირსად გამოვჩნდეთ და ნეტარება იგი საუკუნოი დავიმკვიდროთ, რამე თუ რაიმცა იყო უსანატრელეს ხილვასა ღმრთისასა. სახარებაი, ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამე თუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ 5:9. თარგმანი, ვითარცა ძველსა მას შჯულსა რაჟამს კარავი იგი საწამებელი ბრძანებით ღმრთისაითა შეუმზადა რჩულისმდებელმან მოსეძეთა ისრაელისათა, სხვასა მას ყოველსავე წმიდა ეწოდებოდა, ხოლო შინაგანსა მას კრეცაბმელისასა, წმიდაი წმიდათაი. ეგრეთვე სახედ ნეტარებანი ესე. რომელნიმთასა ამას ზედა მომწნა ჭეშმარიტმან მან რჩულისმდებელმან და უფალმან ყოველთამან, ყოველნივე წმიდა და დიდებულ არიან, რომელნი იგი ზემოსიტყვანი ახსენა, ხოლო რომელი ესეაც გვიბრძანა, უმაღლეს არს და ჭეშმარიტად წმიდა წმიდათაი. რამე თუ უკვე თუ ხილვაი ღმრთისაი ესრეთ მაღალ და მიუწვდომელიყო, ძედ ღმრთისა წოდებაი ვითარ არამცა ჭეშმარიტად უმაღლეს და უაღრეს ბუნებათა იყო. რომელმან გონებამან, ანუ ვითარმან სიტყვამან გამოთქვას ღირსებით სიმაღლე და დიდებულება ამის ნიჭისაი. უკვე თუ კეთილ უწოდო, ანუ წმიდა, ანუ პატიოსან, ანუ მაღალ, ანუ დიდებულ მადლსა ამის ნეტარებისასა, უაღრეს და უზეშთა ესვე იპოვოს იგი სახელისა მის. უზეშთა ეს თხოისა არს ნიჭი ესე, უაღრეს ცნობისა არს მადლი ესე, უმაღლეს ბუნებისა არს დიდებაი ესე. ჰოი სიმდიდრე ნიჭთაი დიდისა მის მეუფისათაი. ჰოი უხვებაი სახიერისა მის უფლისაი. ჰოი სიტკბოებაი დამბადებელისაი. ვითარნიღა არიან საუნჯეთა მისთა კეთილნი, რაბამითა პატივითა პატივგუცა უღირსთა ამათ მონათა მისთა, სწორებად თვისისა პატივისა კნინღა მიუწოც შეურაცხსა ამას ბუნებასა ჩვენსა მხოლოდ შობილი ძე ღმრთისაი გარდამატებულისა მის კაცთ მოყვარებისა მისისათვის. ამისთვის იტყვის, ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამე თუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ. არა ამას ხოლო ეძიებს ჩვენგან, რაითა არა ველალოდით და ვბრძოდით ურთიერთას, არამედ რაითა სხვათაცა ურთიერთას მოვალეთ და დავაგებდეთ და მშვიდობასა ვიქმოდით მათ შორის, რაითა ძედ ღმრთისა ვიწოდნეთ. ჰოი საკვირველი საკვირველებათაი.
რამე თუ ვინაიდან ეს საქმე მხოლოდ შობილისა მის ძისა ღმრთისა იქნა, შეერთება განყოფილთა იმათ და დაგება იმ ბრძოლთა იმათ, ვით არც იტყვის მოციქული, ვით არმედ, იგი თავადი არს მშვიდობაი ჩვენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა კედელის ღუდისა იმის დახსნა, მტერობა იგი ხორცითა მისითა, შჯული იგი მცნებათა იმათ ბრძანებითა განაქარვა, რაითა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშვიდობისა. და დააგნეს ორნივე იგი ერთითა გვამითა ღმრთისა ჯვარისაგან, მოკლა მტერობა იგი მას შინა, და მოვიდა და გვახარა მშვიდობაი შორიელთა და მშვიდობაი მახლობელთა, რამე თუ მის მიერ მაქუს ჩვენ მიახლება იგი ერთითა სულითა მამისა მიმართ. ეფესელთა მიმართ 2:14-18 ამისთვის მშვიდობის მყოფელთა ძედ ღმრთისა წოდებად ღირს ყოფს, რამე თუ მობაძავმისა იქნებიან ამით საქმითა. ხოლო მშვიდობის მყოფელი იგი არს, რომელმან სხვათა შორის მშვიდობა ჰყოს, რომელმან მოყვასთათვის და მისცეს მშვიდობაი. ვითარ უკვე მისცეს სხვათა, რომელივისთვით არა აქუნდეს. ამისთვისცა ესრეთ გვიბრძანებს უფალი, რაითა პირველად ჩვენ ვიყვნეთ ავხსებულ კეთილითა მით. მშვიდობისაითა და ესრეთ მივსცეთ იგი ნაკრულევანთა სიკეთისა მისისათა, რამე თუ ვითარცანელსაცხებელნი იგი სურნელებითა თვისითა აღავსებენ ჰაერსა, ეგრეთ ხნებავს უფალსა, რაითა გარდამატებულად იყოს ჩვენ შორის მადლი იგი მშვიდობისაი, რაითა ცხოვრებაი ჩვენი იყოს საკურნებელ სხვათა სნეულებისა. ესე იგი არს, რაითა ჩვენ შორის მყოფი იგი ბრძოლა ისულისა და ხორცთა იკაცად კაცადმან დავხსნათ და მშვიდობა ვხოთ ჭეშმარიტად, ოდეს იგი არღარა ადგილს ვცეთ რჩულსა მას ხორცთასა წინა განწყობად რჩულსა მას გონებისა ჩვენისასა. არამედ დავამორჩილოთ უდარესი იგი უაღრესსა მას მონებად ბრძანებათა უფლისათა და შუა კედელის ღუდისა იმის დავხსნათ და ვქვნათ ორივე ერთად შეერთებითა მით და შეზავებითა კეთილისაითა. და ყოველივე იგი მძლავრებაი ბრძოლისა მის ვნებათა ისა განვიოტოთ ჩვენგან, შური, ხდომაი, სიძულილი, მრისხანებაი, ცვირისხსენებაი, ორგულებაი, საკუაი, გულარძნილებაი, გულის თქმაი ბოროტი, სუაუბაი და ყოველივე იგი ვნებათა სიმხრალე და დავაშენოთ მათ წილ შორის ჩვენსა, სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელებაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, უდროებაი, მოთმინებაი და სხვანი იგი მსგავსნი ამათნი. მაშინ იქნას ჩვენ შორის მშვიდობაი ჭეშმარიტი და შეუძლოთ სხვათაცა მშვიდობის ყოფად და ღირს ვიქმნეთ ძედ ღმრთისა წოდებად, ვიყვნეთ რაი ჭეშმარიტნი მშვიდობის მყოფელნი, რამე თუ ესე არს სრული მშვიდობის ყოფაი, რაითა პირველად ჩვენ შორის მყოფნი ბრძოლანი დავაცხვნეთ და მშვიდობა ვხოთ და მერმე სხვათაცა ვისწრაფოთ სულიერისაცა მშვიდობისა მიცემა და ხორციელისა. და აღესრულოს ჩვენზე და სიტყვაი უფლისაი, რომელი ხრქუა მოწაფეთა, მშვიდობასა მოგცემ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა დაგიტევებ თქვენ. იოანე 14:27 ხოლო ვინაიდან თქვა, ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რაითა არ აღგონებდე, თუ ყოლადვე მშვიდობაი კეთილ არს არამედ სნა, ვითარმედ არს ჟამი ბრძოლისაიცა, ამისთვის შემდგომად მის ნეტარებისა ესე შეუდგინა და თქვა. წახარებაი, ნეტარ არიან დევნულნი სიმართლისათვის, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათაი, 5:10. თარგმანი ვინ არიან დევნულნი სიმართლისათვის? პირველად მოციქულნი და მოწამენი, რომელნი იდევნეს სარწმუნოებისათვის მეკერპეთაგან და ჰურიათა, და კვალად რომელნიცა იდევნეს, რკინა იდევნენ მართლახსარებისათვის მცვალებელთა მიერ, მერმე ყოველნი, რომელნიცა იდევნენ სიწმიდისათვის და სათნოებისა. გინა თუ სხვათა ხელისაპყრობისათვის და შეწევნისა გლახაკთაისა და ყოვლისა ღვთისმსახურებისათვის და საღმრთოის ამცნებისა, რამე თუ ვინაიდან სიმართლე თქვა, ყოველივე საღმრთოის საქმე შემოკრიბა. რომელნიცა ესე ვითარისა კეთილისა საქმისათვის და ღვთისმსახურებისათვის და ჭეშმარიტებისა იდევნენ, ნეტარ არიან, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათაი.
სახარებაი, ნეტარიყვნენ თქვენ რაჟამს კვედრიდან და გდევნიდან და თქვან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქვენ და მომართ სიცრუით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარული ყვენით, რამე თუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათაშინა. 5:11-12 თარგმანი, ესე იგი არს, ოდეს თქვან თქვენ და მომართ, ვითარმედ გრძნეულნი ხართ, მაცტურნი ხართ, აღმაშფოთებელნი ხართ, ერისანი, მტყუარნი ხართ და სხვაი ყოველივე ესე ვითარი, რაიცა გიწოდონ თქვენ ჩემთვის, ნეტარიყვნეთ. უცხოი და ახალი სწავლა შემოიღო, რამე თუ ეტყვის, რაითა რომელი იგი სხვათა საწყინოდ უჩნს და ეულტიან, მათ საწადელად უჩნდეს, სიგლახაკე და გლუაი და დევნულებაი და ბოროტთა სიტყვათა დაწამებაი. უცხო იყო და ახალ ესე ვითარი ესე სწავლაი, გარნა თავად მან თქვა და დაარწმუნა არა 12-თა ხოლო, ანუ 20-თა, გინა 100-თა, ანუ 1000-თა კაცთა, არამედ ყოველსავე სოფელსა. ამისთვის ესმოდა ერსა მას უცხო იგი და მძიმე სწავლაი და განუკვირდებოდაო მოძღვრებაი მისი, თქვა მახარებელმან. ესე ვითარი იყო ძალი მოძღვრისა მის სახიერისაი. ხოლო რაითა არ აღგონებდეთ, თუ ყოვლადვე ოდესცა ვინ თქვას ჩვენთვის სიტყვაი ბოროტი, ნეტარებასა მოვიღებთ, ამისთვის ორი მიზეზი თქვა ბოროტთა მათ სიტყვათაი, სიცრუით ჩემთვისო რაითა დაწამება იგი ბოროტთა მათ სიტყვათაი, ერთად ქრისტესთვის იყოს და მეორედ არა ჭეშმარიტ იყოს, არამედ სიცრუით და ტყუილით დაწამებული, რომელ არს ცილის წამებაი. უკვე თუ არა ესრეთ იყოს ორითა ამით სახითა, არამედ ჭეშმარიტ იყვნენ სიტყვანი იგი ბოროტის მოქმედებისა ჩვენისანი, არა ნეტარებისა ღირს ვართ, არამედ უბადრუკებისა. ხოლო რომელთა ზედა სახელისათვის უფლისა დაედვას ცილის წამებაი და იდევნენ ჭეშმარიტებისათვის და ღმრთისმსახურებისა, ისმინე მათი იგი მისაგებელი უფლისა მიერ. გიხაროდენ და მხიარული ყვენით, რამე თუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათაშინა. ხოლო შენ რაღაცა თუ არა თითოეულსა მას ნეტარებასა ზედა გესმის სასუფეველი ცათაი, ნუ უცხო გიჩნს და შესაწუხებელ, რამე თუ რაღაცა თუ თითოფერი სახელები უწოდა მისაგებელთა მათ განმზადებულთა, არამედ ყოველნივე სასუფეველისა მომასწავებელ არიან. რამე თუ ოდეს თქვას ვითარმედ, გლუარენი ნუგეშინისცემული ქმნენ და მოწყალენი შეიწყალნენ და წმიდათა გულითა ღმერთი იხილონ და მშვიდობის მყოფელნი ძედ ღმრთისა იწოდნენ, ამით ყოვლითა არ არა სხვასა მოასწავებს, გარნა სასუფეველსა ცათასა. ამისთვისცა ნუ ჰგონებ, თუ გლახაკთათვის სულითა ხოლო განმზადებულ არს სასუფეველი ანუ დევნულთათვის სიმართლისათვის, არამედ რომელთა შეოდის და წყუროდის სიმართლისათვის, და რომელნი მშვიდი იყვნენ და წრფელი და რომელნი მგლუარე იყვნენ ცოდვათათვისთათვის. და სხვანი ყოველნივე აღმასრულებელნი წმიდათა ამათ მცნებათა სასუფეველსა შემავალ არიან. რამე თუ ამისთვის ყოველთავე ზედა ნეტარებაი განაწესა რაითასცნა, ვითარმედ საუკუნეთა კეთილთა მოასწავებს, რამე თუ რაღაცა თუ ვიეთთვისმე ამისცა ჟამისა კეთილის ყოფა იბრძანა, არამედ მისვე საუკუნისა საშვებელთა მოასწავებდა, ვითარცა ზემო წერილ არს. რამე თუ უკვე თუმცა არა წარუვალსა მას სუფევასა მოასწავებდა, არც ამცა ნეტარებასა ღირსყო წარმავალი იგი და საწუთროსა ამას ცხოვრებასა თანადახსნადი და უდარეს აჩრდილისა განქარვებადი, არამედ სანატრელად უწოდა სასუფეველისათვის მერმისა. ხოლო თქვა რაი ვითარმედ, სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათაშინა, სხვაიცა შესწინა ნუგეშინისცემისა სიტყვაი და ხრქვა მათ. სახარებაი, რამე თუ ეგრევე დევნეს წინაწარმეტყველნი უწინარეს თქვენსა 5:12 თარგმანი, ვინაიდან აღთქმა იგი სასუფეველისა იუხილავ იყო და სასოებითა შესაწყნარებელ, ამისთვის ესე ნუგეშინისცემაი წინა უყო, რომელ მობაძავ წინაწარმეტყველთა არიან და ზიარ მათისა მის ღვაწლისა, ვითარმცა ეტყო და ვითარმედ, ნუ ჰგონებთ. თუ წინააღმდგომსა რასმე წინაწარმეტყველთასა გეგულების ქადაგებად და ამისთვის გდევნიდენ, ვითარმცა ბოროტსა რასმე იტყოდეთ, არამედ ამისთვის, რომელი გინი უკეთურ და ურჩულო არიან, რომელნი გდევნიდენ თქვენ.
და წამებს ამას დევნულება იწინა წარმეტყველთაი, რამე თუ არა თუ ბრალი რაიმე ცოდვისა და ურჩულოებისა იდასტვეს მათ და მისთვის რომელთა მექვაი დაჰკრიბეს და რომელნიმე განხერხნეს, რომელნიმე ძვირძვირად მოსწყვიდნეს და რომელნიმე დევნეს. არამედ თვისისა უკეთურებისა და უღმრთოებისათვის, რომლისათვის თქვენცა გდევნენ. ხედავა ვითააღამაღლნა გონებანი მათნი, რა ჟამს მიამსკავსნა იგინი მოსეს და ელიას და სხვათა მათ წინა წარმეტყველთა. ეგრეთვე პავლექნა მიუწერდა რაიდან ნუგეშინის სცემდა თესალონიკელთა ვითარმეთ, თქვენ მობაძავი ქმნენით, ძმანო, ეკლესიათა მათ ღმრთისათა რომელნი არიან ჰურიასტანს, რამე თუ ეგრევე გევნოთ თქვენცა თვისთაგან ტომთა, ვითარცა იგი მათ ჰურიათაგან. რომელთა იგი უფალი მოკლეს იესუ და წინა წარმეტყველნი და ჩვენ გამოგუდევნეს და ღმერთს არასათნო ეყვნეს და ყოველთა კაცთა წინაა მდგომარია. პირველი თესალონიკელთა მიმართ 2:14-15 ვითარცა აქაცა უფალი. გამოაჩინებს და მიბაძვითა მით წინა წარმეტყველთაითა ნუგეშინის სცემს მოციქულთა. და სხვათა მათ ნეტარებათა ესრეთ იტყოდა, ნეტარ არიან გლახაკნი და ნეტარ არიან მოწყალენი და სხვანი იგი ყოველნივე, ხოლო აქა არა ესრეთ განუჩინებელად თქვა, არამედ მათა მიმართ ყო სიტყვა ითვისი ვითარმეთ, ნეტარ იყვნენ თქვენ, რა ჟამს კვედრიდან და გდევნიდან და თქვან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქვენ და მომართ სიცრუით ჩემთვის, მათე 5:11 რაითა უჩვენოს ვითარმეთ ესე განთვისებულად და განჩინებულად მათი არს უაღრეს ყოველთა. და რომელნი მსგავსად მათსა იდევნებოდინ სახელისა მისისათვის და სწავლისა მისთვის საღმრთოისა. და რაითა გულისხმა ყონდიდება იმისი და სწორება იმამისათანა, რამე თუ ვითარცა წინა წარმეტყველნი მამისათვის, ეგრეთვე მოციქულნი ძისათვის დევნეს ჰურიათა, ურჩულოთა მათ და მოსისხლეთა. ხოლო ოდეს ხრქვა ვითარმეთ, წინა წარმეტყველნი უწინარეს თქვენსა მოასწავა ვითარმედ იგინიცა წინა წარმეტყველე წოდებულ არიან. და არა თქვა ვითარმედ, მე დავაყენე ანუ წინა აუდგემდევართა და მაჭირებელთა თქვენთა, არამედ ახოვნებით თავსდება იუბრძანა, რომელი იგი უაღრეს მისა არს და უმეტესად გამომაჩინებელ სიმხნისა მათისა, რომლისათვის საუკუნო იმისაგებელი აღუთქვა ვითარმედ. გიხაროდენ და მხიარული ყვენით, რამე თუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათაშინა. მათე 5:12 ხოლო ლუკა უმეტესად იტყვის, ოდეს განხადონო სახელი თქვენი, ვითარცა ბოროტთაი, ცისათვის კაცისა, გიხაროდენ მას დღესაშინა და მხიარული ყვენით, რამე თუ აჰა ესერა სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათაშინა. ლუკა 6:22-23 არა დევნულებათა მათთვის, რომელთა მოითმენდეს, და სატანჯველთათვის ხოლო, არამედ გინებათა მათთვისსა და შეურაცხებათა და ცილისწამებათა დიდსა სასყიდელსა განუმზადებს. ამისთვისცა არა თქვა, რა ჟამს გტანჯნენ თქვენ და მოგწყვიდნენ, არამედ რა ჟამს კვედრიდან და თქვან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქვენ და მომართ სიცრუით ჩემთვის. რამე თუ ნამდვილო ყვედრებანი და შესმენანი და ბოროტის მეტყველებანი უძვირესადღა ტანჯვისა და გვიმისა შეაწუხებენ გულსა, რამე თუ ტანჯვასა შინა მრავალნი ნუგეშინის სცემდეს, მრავალნი აქებდეს და გვირგვინოს ანყოფდეს. ხოლო ყვედრებათა შინა და შეურაცხებათა და ცილისწამებათა ესეცა ნუგეშინის სცემაი არა ეპოებოდა და უმეტესადღა შეაურვებდა მათ. და იხილეთ იობ, გოდოლი იგი შეურყეველი, რა ჟამს ყოველივე მონაგები წარუწყნდა და მეხსა შინა უშვილო იქმნა და წყლულება იგი სასტიკი შეემთხვია და მეუღლე განმამრავლებელ მწუხარებათა ზედაადგრა, ყოველივე ადვილად მოითმინა, ხოლო იხილნა რაი. მეგობარნი იგი ვითარ აყვედრებდეს და ზედა შეუხდებოდეს და ეტყოდეს, ვითარმეთ ცოდვათა მისთათვის შეემთხვია ესე ვითარე იგი წყლულებაი და განსაცდელი და ურჩულოებისა მისაგებელი არს ყოველი იგი, მაშინღა შეწუხნა და შეშფოთნა ახვანი იგი კაცი. და კვალა დავით დაუტევა ყოველივე იგი რომელი შეემთხვია და ძვირის მეტყველებისა მისთვის სემიესა მისაგებელსა ეძიებდა ღმრთისაგან და იტყოდა, აცადეთ, მგმობდეს და მწყევდეს.
ვინ უწყის უფალსა თუ ურქვამს, ვითარმეთ ძვირისმეთ ყველად აღუდეგ დავით, რაით ეიხილოს უფალმა დამდაბლება ისე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ. შეადარე მეორე მეფეთა 16, 11, 12. ეგრეთვე პავლე არა ტანჯვათა ხოლო და დევნულებათა, არამედ ყვედრებათაცა დიდად საქებელ ყოფს და მიუწერს. მოიხსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა შინა ნათელი იღეთ და მრავალი ღვაწლი დაითმინეთ ვნებათაი, ესე არს. ყვედრებათა და ჭირთა შინა სოფლის სახილველი ქმნენით. ებრაელთა მიმართ 10, 32, 33 ვინაითგან უკვე ესრეთ საჭირო არს და შესაწუხებელ საქმე ესე, ამისთვის სასყიდელი ფრიადი აღუთქვა უფალმან არა ამას საწუთროსა, არამედ ცათაშინა, სასოებითა მით საუკუნოითა, დაუსრულებელითა მით და წარუვალითა. დაიხილე რავდენთა მცნებათა შემდგომად დადვა ესე. არა თუ ცუდად ქმნა, არამედ რაითა აუწყოს ვითარმედ უკვე თუ ვინ არა პირველად იგი ყოველივე მოიგოს და ყოვლითავე შეიჭუროს ვერხელ ეციფების ამას ასპარესა შესვლად. ამისთვისცა პირველითგან იწყო და შემდგომითი შემდგომად ვითარცე ჯაჭვი ოქროისა შეგვითხსნა, რამე თუ რომელი მდაბალ იყოს და შემოსრულ გულითა, უეჭველად იგლოს იგი ცოდვათა თვისთათვის, რომელი მგლოვარე იყოს, იგი მშვიდარს და დაშნდა უმანკო. ესე ვითარი იგი სამართლად მოწყალე არს, ხოლო მოწყალე და მართალი და ლმობიერი სიწმიდესა მოიგებს გულისასა, ეგე ვითარი იგი მშვიდობის მყოფელ არს სახითა მით ზემოთქმულითა. ხოლო რომელმან ესე ყოველი წარჰმართოს, იგი განწყობილ არს და განმზადებულ ყოვლისავე განსაცდელისა და ყოვლისა ყვედრებისა და ძვირი სიტყვისა თავსდებად სახელისათვის უფლისა და არცა თუ სულსათვის საჰრიდოს მიცემად ქრისტესთვის. ესრეთ უკვე ასწავა რაი რაოდენიჯერ იყო, კვალად აქებს სამართლად სიკეთესა მათსა. რამე თუ ფრიად მაღალიყვნას სწავლანი იგი და უზეშთა ეს ძვირისა მის რჩულისათა, რაითა არა შეშინდენ და თქვან, ვითარ უძლოთ წარმართება ძნელოვანთა ამათ საქმეთა? ისმინე რასა ეთქვის და განაძლიერებს მათნ. წახ არებაი, თქვენ ხართ მარილნი ქვეყანისანი 5, 13. თარგმანი უჩვენა ვითარმეთ სამართლად უბრძანა ყოველივე იგი ვითარმცა ეთყო და ვითარმეთ ყოვლისა სოფლისა მოძღურება იგი ღირს, რამე თუ არა 10 ქალაქად ანუ 20 ქალაქად მიგავლენ, ვითარ იგი წინაწარმეტყველნი მიივლინეს. არამედ ყოვლისავე სოფლისა მოძღურად დაგადგინებს სოფლისა მის მრავლითა ბოროტითა აღსებულისა, ამისთვისა თქვენ ხართ მარილნი ქვეყანისანი, რამე თუ დამპალ არს ყოველივე კაცთა ბუნებაი და დაყროლებულ ცოდვათაგან. ამისთვის ჯერ არს მცნებათა ამათ აღსრულებაი თქვენ მიერ, რაითა ესრეთ სხვათაცა ასაწოთ. დამარხვა იმათი. რამე თუ კეთილად თუ წარჰმართნეთ სათნოებანი ესე მაღალნი, სიმდაბლე და სიმშვიდე, გლუაი და სიმართლეს ციწმიდე გულისაი და მშვიდობაი, იქმნენ ესენი თქვენ შორის წყაროწყლისა ცხოველისა, რომლისაგან სვან წარმართთა და ცხონდნენ. რამე თუ ღვაწლსა და ასპარესსა დიდსა და საღმრთოსა გეგულების თქვენ შესვლად, და არა მცირე არს სრბა იგი თქვენისა მის მოციქულებისაი. თქვენ ხართ მარილნი ქვეყანისანი. ვითარ არს სიტყვა ესე. დამპალნი იგი და დაყროლებულნი მათგან აახლნესა. ნუ იყოფინ. არ არს ესე საქმე მარილისაი, რაითამცა დამპალნი განაახლნა, არამედ მრთელნი იგი დაამარილნეს და არა შეუნდოს დაყროლებად. აც უკვე დამპალი იგი და დაყროლებული ბუნებაი ჩვენი უფალმა განაახლა და მიუთვალა მათ, მიიღეს მათ და დაამარილეს, რაითა არღარა დალპეს და დაყროლდეს. რამე თუ განყენებაი სიმპალისა მისგან და სიმყრალისა ცოდვათა ისა ქრისტეს მიერ მოგვეცა, ხოლო არღარა შთავრდომა იმას შინა მათისა მის მოძღურებისა და მოსწრაფებისაგან იქმნა. ამისთვის ეთყვის სწავლათა ამათ, რომელი იგი უხმს ყოველთა მოძღვართა სმენად.
რამე თუ ვითარცა ზემოთქმული იგი სწავლანი და ნეტარებანი მოციქულთა მიუთხრნა, არამედ ყოველთა მიმართ მორწმუნეთა იყო სიტყვა იმისი, ეგრეთვე აქა სიტყვა ესე მოძღვართა და წინამძღვართა მიმართ მიაქცია, რაღაცა თუ მოციქულთა ეტყოდა, რამე თუ იგინი იყვნენ მოძღვარნი ყოველთანი, დადგინებულნი ქრისტეს მიერ და მათთა მიმართ იყო სიტყვაი და მათ მიერ ყოველთა წინამძღვართა ერისათა, რომელნი შემდგომად მათსა ყოფად იყვნეს. ამისთვის ითქვის: სახ არ ებაი, თქვენ ხართ მარილნი ქვეყანისანი. უკვე თუ მარილი იგი განქარდეს, რაითამე შეიმარილოს. არღარა შემძლებელ არ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ. 5:13. თარგმანი, ესე იგი არს ვითარმე სხვანი რაღაცა თუ განქარდენ ცოდვისა მიერ ვითარცა მარილი მიახლებითა წყლისაითა, არამედ შესაძლებელ არს კვალად მოქცევაი და თვისავე წესსა მოსვლაი, ხოლო წინამძღვართათვის ეკლესიისათა ძნელ არს შთავრდომაი ცოდვასა, რამე თუ იქმნებიან დასაბრკოლებელ მრავალთა და წარსაწყმედელ და ამისთვის ღირს არიან განგდებად გარე, ვითარცა მარილი განყუნილი, რაითა არა წარწყმედისათვის სხვათა ისა საუკუნო ისა მის სატანჯველისა მკვიდრად გამოჩნდნენ. რამე თუ ესმა რაი ვითარმეთ, კვედრიდან და გდევნიდან და თქვან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქვენ და მომართ. მათე 5:11 რაითა არა შეშინდნენ შესვლად ასპარესსა მას მოძღვრებისასა, ამისთვის ეთქვის მათ და მათ მიერ ყოველთა მოძღვართა ეკლესიისათა. 12 უკვე თუ არა ამის ყოვლისა თავსდებად განზადებულ ხართ, ცუდად შეხვალთ წესსა მას მოძღვრებისა და წინამძღვრობისასა, რამე თუ არა ამისგან უხმშიში წინამძღვარსა, ნუ უკვე თქვან მისთვის ბოროტი, ანუ დევნან, გინა აყვედრონ, არამედ ამისგან უხმშიში უკვე თუ წადიერებითა. მით წინამძღვრობისა და პატივისაითა იპოვს თან აღმყოლელ და არა მაბრალობელ მოქმედთა ბოროტისათა, რამე თუ მაშინ განქარდეს, ვითარცა მარილი და უხმარი ქმნას. უკვე თუ კულაიგოს წინააღდგომასა და მხილებასა შინა ბოროტის მოქმედთა ისა, მაშინ უხაროდენ, რამე თუ ესე არს საქმე მარილისაი, რაითა შეუხდებოდის და ატკივნებდეს წყლულებასა და ამით სახითა იცვას იგი დალპობისაგან და სიმყრალისა. და მერმე ტკივნეულთა მათგან და მოწყლულთა მრავალგზის იქმნის ბოროტის სწრახვაი და გინება იმ კურნალისა მის და წამლისა მის მატკივნებელისაი, არამედ არასავნებს ესე ჭეშმარიტსა მას წინამძღვარსა და უფრო ისადღა გამოაჩინებს ძლიერებასა და სიკეთესა მისსა. ხოლო უკვე თუ შიშითა მით ბოროტის სიტყვისა და შეურაცხებისაითა იქმნეს განცემელ ჭეშმრიტებისა და ჯეროვნისა მის სიფიცხისა, აქაც აფრიად უძვირესი შეემთხვიოს, რამე თუ საწუნელ და შეურაცხდა უმეტესად საყვედრელ იქმნას, რამე თუ ესე მოასწავა სიტყვითა მით, ვითარმეთ, დათრგუნვად კაცთა მიერ და მერმესა მას საუკუნესა სასყიდლით დადგინებულთა მათ მწყემსთა თანა შეირაცხოს, განმყუნელთა სამწყსოისათა. ესე რაი ხრქვა მოციქულთა და წინამძღვრობისა წესი გამოაჩინა იგავითა მით მარილისაითა, კვალად უაღრესი მიუთხრა იგავი. სახ არ ებაი, თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი. 5:14 თარგმანი, კვალად სოფელია უწყამათ. არა ერთისა ქვეყანისა ანუ ქალაქისა, არამედ ყოვლისავე სოფლისა ნათლად უწოდა, ნათლად საცნაურად და სულიერად და ხილულისა ამის ფრიად უაღრესად. პირველ მარილად სოფლისა უწოდა და აც ნათლად. იგი ამისთვის, რამე თუ სიმყრალისა მისგან და სიმპალისა ცოდვათა ისა მამხილებელითა მით სიტყვითა თვისითა იხსნიდეს კაცთა, ხოლო ესე კვალად ამისთვის, რამე თუ ბნელი იგისაც თურისაი განაქაროს და ნათელი ღმრთისმეცნიერებისაი უჩვენეს ყოველთა. სახ არ ებაი, ვერ ხელა ეწიფების ქალაქსა დაფარვად, თასა ზედა დაშენებულსა. არც აღანთიან სანთელი და დადგიან ქვეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობ ყოველთა რომელნი იყვნენ სახლსაშინა. 5:14-15
თარგმანი კვალა სიტყვათა ამათ მიერ ასწავლის მათ და მათ მიერ ყოველთა წინამძღვართა, რაითა მოშიშიყვნენ და განგრძალულ და ყოველივე საქმე სათნოებისაი შეიტკბონ, რამე თუ თვალნი ყოველთანი მათზე და არიან. და სახილველსა მას შორის სოფლისასა აღესრულების ღვაწლი და სრბაი მათი, რამე თუ ესრეთ საცნაურიყვნად ყოველთა მიერ ვითარცა ქალაქი, არა ხევსა შინა დაშენებული, არამედ თავსა ზედა მთისასა, სახილველად ყოველთა, და ვითარცა სანთელი. სასანთლესა ზედა მდებარე, სახილველ არ ყოველთა მიერ სახლსა მას შინა მყოფთა. ისმინეთ ესა ყოველთა და თაყვანი სეცით ძალსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, ვითართვისაცა სოფელსა უცნაურნი იგი ესრეთ საცნაურყვნა, რომელ ზღვაი და ხმელი აღივსო მეცნიერებითა მათითა, და ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა. სიტყვანი მათნი, ფსალმუნი 18:5, რომელესე აწვე აუწყა და რაი იგი თქვა საქმით აღესრულა, რამე თუ არა თუ ამბავი მათი განისმა ყოველსა სოფელსა, არამედ ბრწყინვალებაი საქმეთა მათთა იხილა. და ვითარცა ფრთვანთა მოირბინეს ყოველი ქვეყანაი უმახვილეს ნათელსა მას. ზისასა და განფინეს ყოველთა ზედა ნათელი იგი ღმრთის მეცნიერებისაი. ამისთვისცა ქალაქსა მიამსგავსნა იგინი უფალმა, თასა ზედა დაშენებულსა, რაითა აუწყოს ვითარმედ ვითარცა ვერ შესაძლებელ არს დაფარვა ესე ვითარისა მის ქალაქისაი, ეგრეთვე არა შესაძლებელ არს დადუმება იქადაგებისა მათისაი. რამე თუ ხრქვა რაი ვითარმედ, ყვედრიდან და გდევნიდან მათე 5:11 რაითა არ აღგონებდნენ, თუ შეუძლონ მაყვედრებელთა მათ და მდევართა დაყოფად პირისა მათისა, ამისთვის განაძლიერებს მათ და ეტყვის. ვითარმედ უმეტესად განბრწყინდნენ და სახილულ ყოველთა იყვნენ, რაითა აუწყოს მათ ძალი შეწევნისათვის ისაი. ხოლო შემდგომითა მით სიტყვითა მათ აწვევს კადნიერებისა მის საღმრთოისა ჩვენებად და ეტყვის. წახარებაი, ეგრეთ ბრწყინევდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა 5:16. თარგმანი პირველითა მით სიტყვითა თვისი ძალი გულისხმავოყო ვითარმცა ეტყო და ვითარმედ, არამნებავს დაფარულად ყოფაი თქვენი, არამედ განგაბრწყინო და სასანთლესა მასზე და დაგადგინო მოძღვრებისასა, და ესე ჩემდა იყავნ. მე ნათელ სოფლისა კუნე და სასანთლესა ზედა დაგადგინე, ხოლო დადგრომაი ბრწყინვალებასა მასვე ზედა ესე თქვენ და იყავნ, არა თავთა თვისთათვის ხოლო არამედ მათთვისცა, რომელთა ეგულების ნათლისა მისხილვად და ჭეშმარიტებისა მიმართ მისვლად. წინამძღვრობითა თქვენითა, რამე თუ ვერ უძლოს ბოროტის მეტყველება მან წინააღმდგომთა თქვენთამა ნათლისა თქვენისა დაფარვად, უკვე თუ თქვენ ყოველივე კეთილის საქმე შეიკრძალოთ, ვითარცა მოძღვრებად და ქადაგებად ყოვლისა სოფლისა მივლინებულთა ჩემ მიერ. რაც უკვე ღირსი მადლისა მის მოცემულისა თქვენ და მოიგეთ მოქალაქობაი, რაითა ვითარცა მადლი იგი იქადაგებოდის ყოველსა ქვეყანასა, ეგრეთვე მის თანა მოქალაქობისაცა თქვენისა ბრწყინვალება იხილებოდის. ამასზე და სხვაიცა მიზეზი მისცა მათ კეთილად ცხოვრებისაი, რაითა მოშიშიყვნენ და განგრძალულ, რამე თუ ეტყვის ვითარმედ, კეთილთა საქმეთა თქვენთა მიერ არა თუ სოფელი ხოლო მოაქციოთ, არამედ დიდებად საღმრთისა აღადგინეთ ყოველნი. ვითარ იგი უკვე თუ ბოროტად იქცეოდით, არა თუ კაცთა ხოლო წარწმედისა მიზეზ ექმნეთ, არამედ მგმობარ წახვნეთ იგინი სახელსაღმრთისასა დასასჯელად თქვენ და ვითარი დიდებოდის ღმერთი ჩვენ მიერ, უფალო, ვინაითგან უფროისად მბრძოლ და ძვირისმეტყველ ჩვენ და ყოფად არიან კაცნი. ანუ ვითარ ბრწყინვიდეს ნათელი ჩვენი წინაშე კაცთა? მათ ჩვენებლობითა და სათნოებითა კაცთა ითაგვიბრძანება მოქალაქობად. ჰემ ბრძოლ თქვენდა და ძვირისმეტყველ ყოფად არიან კაცნი, ეტყვის მათ უფალი, არამედ არა ყოველნი, რამე თუ მრავალნი ერჩდნენ მოძღვრებასა და ქადაგებასა თქვენსა, და იგინიცა რომელნი წინააღმდგომ თქვენ დაიყვნენ. ხილებულთა გონებისაგან უკვირდეს სათნოებისა თქვენისა უძლეველობაი.
ხოლო მათ ჩვენებლობით მოქალაქობად არა გიბრძანებ. ნუ იყოფინ. რამე თუ არა ესრეთ გარქურ თუ ისწრაფდით ჩვენებად კაცთა სათნოებისა თქვენისა, ანუ მიუთხრობდით და აუწყებდით ქველი საქმესა თქვენსა, არამედ გარქუ თქვენ, ბრწყინევდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, ესე იგი არს დიდი ხანსასოებაი თქვენი. დიდრად ეგზებოდენ ცეცხლი ღმრთის მსახურებისა თქვენისაი, ელვარედ ბრწყინევდი ნათელი სიწმიდისა თქვენისა, და ოდეს სიმაღლე სათნოებათა თქვენთა ესოდენ ამაღლდეს, შეუძლებელ არს დაფარვაი მისი, რაღაცა თუ ბევრეულითა ღონისძიებითა გენებოს დაფარვაი. ბრალი მცა ნუ იპოების მოქალაქობასა შინა თქვენსა, რაითა შემასმენელთა და წინააღმდგომთა თქვენთა ჭეშმარიტისა შესმენისა მიზეზი ვერ პოვონ. და ბევრეულნი თუ იყვნენ შემასმენელნი სიცრუისანი, თქვენ ვერ არა იგავნან, არამედ უფრო ისად ბრწყინვიდეს ნათელი თქვენი. და კეთილად უწოდა საღმრთოისა მოქალაქობისა შვენიერებასა ნათლად, რამე თუ არ არა ესრეთ განცხადებულ და სახელოვან ყოფს კაცსა, რაღაცა თუ იგი ყოვლითა ძალითა მალვიდეს თავსათვისა, ვითარ სათნოებაი. რამე თუ ვითარცა ვისემოსის ბრწყინვალება იმზისაი, რაღაცა თუ ბევრეულითა ღონითა ენებოს დაფარვაი თავისათვისისაი, შეუძლებელ არს ესე, ეგრეთვე არს კაცი ღმერთ შემოსილი და მადლითა მისითა შემკობილი, რომელ ესე იქნების საღმრთოითა მით მოქალაქობითა სიწმიდისაითა. ამას ესე ვითარცა მოქალაქობასა ასწავებს უფალი მოწაფეთა და ეტყვის, ესრეთ ბრწყინევდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ კეთილნი საქმენი თქვენი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა, უკვირდეს დიდებაი უფლისა თქვენისაი ახონებისა მის თქვენისაგან. ხედვიდნენ საქმეთა თქვენთა და ადიდებდნენ მოძღვარსა თქვენსა თანამამით და სულით წმიდით ურთ, რამე თუ საკვირველებითა საქმეთა თქვენთაითა ისწავლონ თქვენ მიერ დიდებაი ღმრთისაი, და ესრეთ ორ კერძოვე განგიმრავლდებოდის თქვენ სასყიდელი, ოდეს იგი ღმერთი თქვენ ძლით და თქვენ მიერ იდიდებოდის, და ოდეს თქვენ ღმრთისათვის იყვედრებოდით და იდევნებოდით. და ჭეშმარიტად ესრეთ არს, რამე თუ ვინაითგან თქვა, ნეტარიყვნეთ რა ჟამს ბოროტსა იტყოდინ თქვენთვის კაცნი, შეადარე მათე 5:11, რაითა არავინ თქვას, თუ ვიქ მოდი უწესოებასა, რაითა ბოროტსა იტყოდინ ჩემთვის და მაქუნდეს სასყიდელი. ამისთვის გამოაჩინა, თუ ოდეს მიეცემის სასყიდელი, რაი ჟამს სიტყვანი იგი ცილისწამებით იყვნენ და რაი ჟამს ცილისწამება იგი ღმრთისათვის დაგვეწამებოდის. ამისთვის თქვა, რაი ჟამს თქვან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქვენ და მომართ სიცრუით ჩემთვის. შეადარე მათე 5:11 და კვალად ესეცა გამოაჩინა, ვითარმე და არა თუ ბოროტი სიტყვაი ხოლო მომატყუებელ არს სასყიდლისა, არამედ კეთილი სიტყვაიცა, ოდეს გარდამატებულებითა სათნოებათა ჩვენთაითა ითქმოდის ჩვენთვის, არა თუ ნებითა და ძიებითა ჩვენითა. არამედ გარდარეულითა მით სიმაღლითა საღმრთოისა მოქალაქობისა ჩვენისაითა იდიდებოდის ღმერთი ჩვენ მიერ, დიდივე მოგვეცემის სასყიდელი, ვითარცა ესე რა მოციქულთა უბრძანებს და იტყვის, ნუ გეშინინ უკეთურებათა და ბოროტის მეტყველებათაგან, რამე თუ უკვე თუ თქვენ ცნებანი ჩემნი. დაიმარხნეთ, ვერ ძალუც ბოროტის მეტყველებასა უკეთურთასა დაფარვად ნათლისა თქვენისა, რაითამცა ვერ იხილეს სხვათა და შეურაცხიქმნენით მცა, რამე თუ ესე მაშინ იქნების, ოდეს განკარდეს მარილი იგი მოღვაწებისა თქვენისაი და იქნას დასათრკუნველ კაცთა. ხოლო უკვე თუ ბრწყინვიდეს ნათელი თქვენი, არა თუმცა დაფარვად ვინ უძლო, არამედ უფრო ისად მრავალნი განათლდნენ თქვენ მიერ და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. არა თქვა თუ ადიდებდნენ ღმერთსა, არამედ მამასა თქვენსა ზეცათასა, რამე თუ აუწყებდა დიდებასა მას, რომლისა ეგულებოდა მინიჭებად მათდა, და რაითა სწორება მამისა და ძისა ეგულისხმავ უყო სულითა წმიდითა.
ამისთვისაც ზემო ეტყოდა, ნეტარიყვნეთ თქვენ რა ჟამს ყვედრიდან და გდევნიდან ჩემთვის შეადარე მათე 5:11 ხოლო აქა მოქალაქობაი მათი კეთილი და ღვაწლი რომელი მისთვის მოიღვაწეს სადიდებელად მამისა თქვა რაითა სწორება იმოასწავოს. სწავლა იესათნოთ ღმრთისა მოქალაქობისათვის. ვიხილოთ უკვე მორწმუნენო სარგებელი მოსწრაფებისაი და სავნებელი უდებებისაი და ვისწრაფოთ და უბრკოლებელ ყოფათ ჰურიათა და წარმართთა და ეკლესიასა ღმრთისასა, რაითა არა ჩვენ ძლით იგმობებოდის სახელი ღმრთისაი და მიგვეხადოს ჩვენ სასჯელი გარეშე ცოდვათა ჩვენთასა. ამისთვის გლოცავ საყვარელნო ვაჩვენოთ მოქალაქობაი კეთილი და უბრწყინვალესი მზისა, რაითა უფრო ისად იდიდებოდის ღმერთი ჩვენ მიერ. ესრეთ თუ ვიქცეოდით, რაღაცა თუ მრავალნი იყვნენ შემასმენელ ჩვენ და არა ისა და გვევნოს ჩვენ, რაღაცა თუ ყოველი სოფელი ბრძოლად აღგვიდგეს, ყოველთავე ვერეოდით, უკვე თუ ღმერთი იყოს ჩვენ კერძო. უკვე თუ კვალად ბოროტად ვიქცეოდით, რაღაცა თუ ყოველნი მაქებელ ჩვენ დაიყვნენ, უბადრუგ და საწყალობელ ვართ ჩვენ. რამე თუ სათნოება იმ არადის უბრწყინვალეს მზისა არს, რაღაცა თუ მრავალნი იყვნენ მტერ და შემასმენელ მისა. მოვიგოთ უკვე სათნოებაი, ვიქნეთ მშვიდ და მდაბალსულითა, ვიქნეთ მოწყალე და წმიდა გულითა და მშვიდობის მყოფელ. უკვე თუ ესრეთ ვიყვნეთ უმეტესღა სასწაულთა საქმისა მოვიდენ ყოველნივე ჩვენ მიერ დიდებად ღმრთისა. რაღაცა თუ ვინმე წინააღმდგომ და მაგინებელ ჩვენ დაიქმნენ, ვერ არა იგუავნან, არამედ უფრო ისად გულსა შინა მათსა იგინიცა მაქებელ ჩვენ დაიქმნენ. იხილე ვითარ ნაბუქოდონოსორ, მტერი იგი და mbრძოლი სამთა ყრმათაი, მაქებელ და მადიდებელ მათ დაიქმნა, იხილნა რა იგინია ხონად წინააღმდგომი ბრძანებასა მისა სიყვარულისათვის ღმრთისა. ესრეთ ყოველთა ღმრთის მოყვარეთა mbრძოლნიცა მაქებელი იქნებიან, რამე თუ იხილის რა ეშმაკმან, ვითარმედ უფრო ისად გვირგვინსა მოატყუებს მუშაკთა მათ სათნოებისათა მიხრიდის ბრძოლად მათ და მერმე აღეხილნიან თვალნი წინააღმდგომთა მათთანი და იხილიან ჭეშმარიტებაი და უფრო ისად მაქებელი იქნიან მოყვარეთა მათ და მონათა ღმრთისათა, უკვე თუ არა და ეგნიან ბრძოლასა შინა და შესმენასა მათსა, უფრო ისად თავთათვისთა დასასჯელად ქმნიან საქმე იგი. ხოლო მონათა მათ ღმრთისათა სასყიდელი ფრიად აღორძნდის და განმრავლდის ცათაშინა, ვითარცა იგი წმიდათა მოციქულთა ზე იქნა აღთქმისა მისებრ და ბრძანებისა ღმრთისა. აც უკვე ესე ყოველი გულისხმო ვყოთ, ძმანო და ესრეთ განვაგოთ ცხოვრებაი ჩვენი, რაითა სულნიცა ჩვენი ვაცხოვნეთ და მსხდომარეთა ბნელსა შინა ცოდვისასა ნათელ ვექმნეთ და წინა მძღვარ ცხოვრებისა მიმართ საუკუნოისა. რამე თუ გვიხილნენ რა იურწმუნოთა შეურაცხის მყოფელ სოფლისა, განზადებულ საუკუნოისა მის ცხოვრებისა მიმართ, განყენებულ ყოვლისაგანვე საქმისა ბოროტისა, უშიშ სიკვდილისაგან, მახვილისაგან და ცეცხლისა და სხვისა ყოვლისავე ბოროტისა სატანჯველისა სახელისათვის ქრისტესისა, გულისხმა ყონ და თქვან, ჭეშმარიტად ღმერთი. თქვენ შორის არს და გულსავს ეიქნენ ვითარმედ გვაქვს საუნჯე დამარხული ცათაშინა. კვალად უკვე თუ გვიხილნენ შემსჭვალულნი ამის საწუთროისადა და მოქმედნი ყოვლისა ბოროტისანი, ვითარ ხრწმენეს მათ ქადაგებაი ჩვენი, ანუ ვითარ არა საკიცხელ მათა ვიქმნეთ რა ჟამს სხვასა ვქადაგებდეთ და სხვასა ვიქმოდით. არა ვხედავთა ვითარ წარმართთა მათ ფილოსოფოსთა შორის იპოვნეს მრავალნი, რომელთა ქებისათვის კაცთა ისა საფასენი და მონაგებნი შეურაცხყვნეს და სიკვდილიც არად შეჰრაცხეს, რაითა საქებელ კაცთა იქმნენ. ამისთვისაც ცუდ და ამაო იქმნა სასოებაი მათი და აც ჩვენ, სწავლულნი ესე ვითართა ამათ საიდუმლოთა და განმტკიცებულნი სასოებითა უტყუელისა მის აღთქმისა ღმრთისაითა, უკვე თუ მათ ოდენცა არა ვაჩვენოთ სიმხნე და ახოვნება ისათნოებათა შინა. რაიმე სიტყვაი მიუგოთ უფალსა, რა ჟამს არა თავთა ჩვენთა ხოლო, არამედ სხვათაცა დასაბრკოლებელ ვიქნეთ.
რამე თუ არავის ესრეთ ევნების და დაბრკოლდების იხილოს თუ ურწმუნოი ბოროტისა საქმესა შინა ვიდრეღა იხილოს თუ ქრისტიანე უჯეროებისა მოქმედად. და სამართლად არსესე რამე თუ იგინი ყოველთავე იციან შვილად წარწმედისა, ხოლო ჩვენისა ამის სარწმუნოებისა ქებაი და დიდებაი მადლითა ღმრთისაითა ყოველსა სოფელსა განსმენილ არს. ამისთვის ცა იხილონ რაი ურწმუნოთა ჩვენგანი ვინმე უწესოებასა რას მეშინა, მეხსეულად იტყვიან, აჰა ეგერა ქრისტიანე რას აღა იქმს. უკვე თუმცა არა ქებულ და დიდებულიყო სარწმუნოებაი ჩვენი, არამცა ესრეთ იტყოდეს, ხოლო ურწმუნოისათვის არას ვინ იტყვის ესე ვითარსა, რამე თუ იციან ვითარმედ ურჩულოებაი და ცოდვაი განჩინებული საქმე არს მათი. ვეკრძალნეთ უკვე ძმანო მორწმუნენო, რაითა არა ჩვენ მიერ სარწმუნოებაი ჩვენი შეურაცხიქმნებოდის, ყურად ვიხუნეთ მცნებანი ქრისტესნი, გულისხმავყოთ, ვითარმედ მათ ყოველთა აღსრულებაი თანაგვაც და ჩვენ ყოველნივე უდებ გვიქმნიან და მოსწრაფე ვართ სოფლისა საქმეთათვის, შეკრებასა ოქროისასა, განრავლებასა მონათასა, მოგებასა ჭურჭელთა ოქროისა და ვეცხლისათა, შემკობასა თავთა ჩვენთასა სამოსლითა შვენიერითა, განრავლებასა საცხვართასა, მორეწასა სოფელთა და აგარაკთასა, სიმრავლესა ვახშთა და აღნადგინებთასა მიხვეჭასა. მოყვასთაგან და ძმათა, ცვირის ყოფასა გლახაკთა და დავრდომილთასა. ამას შინა რაი ვიყვნეთ, ვითარ უძლოთ კარსაცა მცნებათა ქრისტესთა შესვლად. და ამას ყოველსა ზედა უკვე თუ ვინმე ჩვენგანმან უდებთა ამათ და დახსნილთა, ქმნას მცირედ რაიმე ქველის საქმე, მოწყალება იგინა სხვაი რაიმე კეთილი, ანუ მაჩვენებლობით იქმს, ანუ ზუაობით, რაითა მცირედიცა იგი არა რაივე იყოს, არამედ ნავთსაყუდელსაცა შინა ხელვაგუემული ქმნას. რასა იქმ, ჰოი კაცო! უკვე თუ ქველის საქმე რაიმე ჰქმნა, რად უჩვენებ კაცთა და არა ღმერთსა, რომელმან თქვა, ავასხებდით, ვინაი იგი არარას მოელით მოღებასა, შეადარე ლუკა 6:35, რამე თუ ღმერთსა ავასხებ, რომლისაგანცა მიიღო სასყიდელი. რად დაუტეობ მას და კაცთა ეჩვენები გლახაკთა და უბადრუქთა? არა თუ მოვალე იგი შენი გლახაკი არს და ვერძალუც გარდახტად, არა თუ უარყოფს სესხსა მას. არა ხედავა მიუთხრობელთა მათ საუნჯეთა მისთა? არა ხედავა გამოუთქმელსა მას უხვად მიმნიჭებელობასა მისსა? მას მოხადე სესხი იგი, რომელი ავასხე გლახაკსა. უკვე თუ მას მოხდიდე თანანადებსა მას უხარის და უხვად მოგცემს აღნადგინებითურთ. ხოლო გიხილოს თუ ვითარმედ არა მისგან, არამედ სხვისგან ეძიებ, განრისხნების და შეურაცხებად უჩნს. ამისთვის ცა გრქვას შენ რისხვით, რომელი უმადლოება იხილე ჩემთანა, ჰოი უგუნურო. რომელი სიგლახაკე გესმა ჩემი, რომელმე თანაწარმხედი და სხვათაგან ეძიებ ნაცვალსა? მე მავასხე და სხვათა მოხდი ვალსა შენსა? ამისთვის აღარ აღირს ხარ ჩემთა მათ უშურვალთა ნიჭთა მიმთხვევად. ესრეთ სირცხულეული ქმნე შენ და დასასჯელ, რამე თუ წადიერ არს ღმერთი ნაცვლისა ასწილად მოცემად ყოვლისა მისთვის, რომელი ხო გლახაკთა თანა და ბევრეულსა მიზეზსა მოგცემს შენ, რაითამცა მისგან ითხოვდი მოსაგებელსა. ნუ დაუტეობ უკვე უხვად მიმნიჭებელსა მას მეუფესა და ჩემგან ეძიებ ნაცვალსა ქველის საქმისა შენისასა, გინა თუ მსგავსისა ჩემ და კაცისაგან. რაისათვის მიჩვენებ მე ქველის საქმესა შენსა? არა თუ მე გამცენ საქმე იგი, არა თუ ჩემგან გესმა და მე მიჩვენებ. ღმერთმან თქვა, რომელმან შეიწყალოს გლახაკი, მე მავასხებსო. ღმერთსა ავასხე, ღმერთსაც აიჩვენე, ნუ კაცთა, არამედ ხოვნისა მოცემად. ესეცა შენისა უმჯობესისათვის არს რაითა დაგიმარხოს იგი ჟამსა მას ფრიად საჭიროსა, ოდეს იგი უმჯობეს იყოს შენ და ორი დანგი, ვიდრე აც ბევრეული ოქროი.
ამისთვის გლოცავ, ჰოი ღმრთის მოყვარენო, უშურველად ვიქმოდით ქველის საქმესა, ვაჩვენოთ მოწყალებაი და სხვათა მათ მცნებათა ყოველთავე ზემოწერილთა აღსრულებაი. და ყოველსავე სახილველად ღმრთისა ვიქმოდით და ნუსაჩვენებელად კაცთა, რაითა მოგვეცეს მის მიერ მრავალწილად სასყიდელი. ვაჩვენოთ მოწყალებაი და კაცთ მოყვარებაი საქმით და სიტყვით და გონებით. უკვე თუ ვიხილოთ ვინჭირვეული, ანუ ღელვა გუემული, ანუ პყრობილი, შეწყუდეული დილექსა, გინა გუემული უჯეროთა კაცთაგან, ხელი აღუპყრათ, რაოდენცა ძალგუედვას, გინა თუ საფასისა მიცემითა, უკვე თუ გუაქუნდეს, გინა თუ სიტყვითა კეთილითა. რამე თუ არ სიტყვისაცა კეთილისა სასყიდელი და უფრო ისაც სულთქუმისაიცა სახიერისა მის მეუფისა მიერ. და ამას მოასწავებდა ნეტარი იობდა იტყოდა, რამე თუ მე ყოველთა ზედა უძლურთა ვტიროდე და სულთ ვითქვენთ, ვიხილი რაი კაცი ურვასაშინა. იობ 30:25 ხოლო უკვე თუ სულთქუმისათვის სასყიდელი განმზადებულ არს, რაჟამ სიტყვათა მიერცა და საქმეთა ვისწრაფოთ ქველის საქმეთ გულისხმა ყავ რაოდენი კეთილი გვიყოს ჩვენ ღმერთმა. ვისწრაფოთ უკვე გამოხსნათ ყოველთავე ჭირვეულთა რაოდენცა ძალგვედვას, რამე თუ ჩვენცა მხოლოდ შობილმან ძემან ღმრთისამან გვიხსნათ ყვეობისა მისგან და მონებისა მწარისა და მტერობა იგი დახსნა, რამე თუ მტერ ვიყვენით ღმრთისა. ხოლო იგი შორის შემოვიდა და დამაგნა ჩვენ, რაჟამს იგი თავსიდვა ჩვენთვის წყლულებაი და სიკვდილი, ამისთვის სამშვიდობის მყოფელთა მობაძავთვისა უწოდა. ჯერ არს უკვე ჩვენ დაცა შეკრძალვაი ამის სათნოებისაი, რამე თუ ესეცა დიდისა სასყიდლისა მომატყუებელ გვექმნების ღმრთისა მიერ. ვიქმნეთ მშვიდობის მყოფელ, რაითა ძედ ღმრთისა გვეწოდოს. მშვიდობა ვყოთ პირველად შინაგან ჩვენსა, შორის სულისა და ხორცთა, დაუმორჩილოთ ზრახვა იგი ხორციელი ზრახვასა მას სულიერსა, განვაქაროთ ამბოხება იგი და შფოთი ბრძოლისა იმის ვნებათა ისა მოუაწებითა და საღმრთოთა საქმეთა წურთითა. მერმე კვალად ვიხილნეთ რაი ძმანი ჩვენი ურთიერთას მოლალეთ და ურთიერთას მბრძოლად, ვისწრაფოთ ყოვლითა ძალითა მშვიდობის ყოფად. ნუ ვიხარებთ და გვეჰამების მათი ურთიერთას ბრძოლაი, რამე თუ ესე საქმე არს კაცთა უწესოთაი და უშიშთა ღმრთისათაი. არა თუ პირუტყუნი არიან ანუ მხეცნი, რაითამცა არაი გუელმოდა. ძმანი და ასონი ჩვენი არიან და ვითარ არა გუელმოდის და მწუხარე ვიყვნეთ, ებრძოდინ რაი ურთიერთას. ვითარ არა ვისწრაფოთ ყოვლითა ღონისძიებითა დახსნად ბრძოლისა მის და შფოთისა და თავსდებად ამის ჯერისთვის ყოვლისავე შრომისა და ჭირისა, ანუ თუ სხვაი რაიმე უძვირესიცა შეგვემთხვიოს. გულისხმობ ვყოთ რამე თუ მშვიდობისა ჩვენისათვის ქრისტემან ჯვარცუმაი და სიკვდილი თავსიდვა და რაი საკვირველი არს უკვე თუ ჩვენცა მშვიდობისათვის ძმათა ისა ძვირი რაიმე შეგვემთხვიოს, რაითა შეგვერაცხოს წამებად. ყოვლითა ღონისძიებითა ვისწრაფოთ ბრძოლისა ურთიერთას მოლალეთა ისა განქარვებად სიტყვითა კეთილითა, სიტყვითა მშვიდობისაითა, ვედრებითა კაცად კაცადისაითა და სხვითა ყოვლითავე სახითა და სიტყვითა და საქმითა. ეგრეთვე კვალად ვიხილოთ რაი ძმაი ვინმე და მოყვასი ჩვენი ბრძოლისა რაისმე და ვნებისა საეშმაკოისაგან მიმძლავრებული ვიღვაწოთ მშვიდობისა მიცემად მისდა. განვაქაროთ ბრძოლა იგი და მძლავრება ეშმაკისა ისწავლითა და ნუგეშინისცემითა საღმრთოითა და ყოვლითა ღონისძიებითა. მივხედნეთ მენავეთა ვითარი ხილიან რაინავი გარდაქცეული, შევიდიან ხვამალთა და მირბიოდიან დანთქმათთა მათ გამოხსნათ, დაღაცა თუ აღძრულან ზღვაი და განძვინებულიყვნიან ღელვანი მისნი. არავე ხრიდიან თავთათვისთა მისვლა და გამოყვანებად ძმათა და მოყვასთა მათთა დანთქმისაგან მრავალგზის უცნაურნიცა იყვნიან სრულიად.
ეგრეთვე ჩვენ ვიხილოთ რა იძმაი ვინმე ღელვაგუემული ცოდვისა რა ისმე დავნებისაგან, გინა თუ გულის წყრომისაგან, გინა თუ გულის თქმისა, გინა თუ სხვისა რა ისმე ბოროტისაგან და დანთქმად მიახლებული არავის სწრაფოთა გამოხსნად სიკვდილისა მისგან სულიერისა. რაოდენცა ძალ გვედვას და მიცემად მისა მშვიდობა ის აღმრთოი, რაითა მშვიდობის მყოფილ ვიქმნეთ და სასყიდელი იგი საკვირველი მოვიღოთ ღმრთისა მიერ. არა გვესმისა, რა იუბრძანა ქრისტემან მოსეს მიერ უგულისხმოთა მათ ჰურიათა. უკვე თუ კარაული მტერისა შენისა იხილო დაცემული, ნუ თანაც არ ხდები, არამედ აღადგინე იგი. შეადარე გამოსვლა 23:5 უკვე თუ კარაულისა დაცემულისაი აღდგინება იბრძანებულ არს და არა უგულებელს ყოფაი. არა უფრო ისად თანაგვაცა სულისა დაცემულისაი ძმისა და მოყუსისა ჩვენისაი და ხატად ღმრთისა დაბადებულისაი ხელისა მიცემად და აღდგინებად, რა ჟამს დამძიმებულ არ მტვირთისა მისგან ნებათაისა და ბრძოლისა მისგან საეშმაკოისა და დაცემულ არ მწვირესა შინა ცოდვისასა. შთამყვანებელსა ჯოჯოხეთად და მტერი იგი სულთა ჩვენთაი. მდგომარე არ მისზედა და უღრმესად მთხრებლად შთაუძალებ შთაგდებად. არა ვისწრაფოთ შეწევნად მისა ლოცვითა და სწავლითა და ყოვლითა ღონისძიებითა, რაითა მტერი იგი ბოროტი ვიოტოთ და ძმაი ჩვენი დაცემისა მისგან აღვადგინოთ. გულისხმობთ იგავი იგი უფლისაი, რომელი თქვა მიცემულისა მისთვის ხელთა ავაზაკთა ისა, რომელი ბოროტად წყლულიყო და მწყუდარად დაცემული, ვითარ მღდელი იგი და ლევიტელი თანაც არ ხდეს, და არა აქო უფალმა საქმე მათი, ხოლო სამარიტელი იგი საქებელყო. ვითარ შეიწყალა უცხოი და უცნაური, რომელსა არა აქ უნდა მისა მიმართ თვისებაი. ახსოა იგი კარაულსათვისა და მიიყვანა ყოველთა სადგურსა და კეთილად იღუაცა და სასყიდელი კურნებისა მისისა იმისცა ყოველთა სადგურისა მოუაწესა მას და უმეტესისაცა მიცემაი აღუთქვა. ლუკა 10:30-37 ეგრეთვე ჩვენცა თანაგვაც ყოფათ ძმათა მიმართ, რამე თუ ჩვენცა ვიყვანით წყლულ და მომწყდარ და უფალმა გვიღუაცნა წყალობით. ვითარ უკვე არა ვიღუაცნეთ ჩვენცა ძმანი და მოყვასნი ჩვენი, გინა თუ ხორციელად ვიხილნეთ წყლულნი და ჭირვეულნი, გინა თუ სულიერად. არამედ თანაც არ ხვდეთ უწყალოდ. და ვითარ მოვიღოთ ჩვენ ღმრთისაგან წყალობაი. ესე ვითარი ესე წესი შევიკრძალოთ ძმანო. პირველად ჩვენ შორის მყოფთა ბრძოლათა შფოთი განვაქაროთ შეწევნითა უფლისაითა და ხორცნის სულსა დავამორჩილნეთ და ვხოთ მათ შორის მშვიდობაი კეთილი, მერმე გარეშეცა მშვიდობაი მოვიგოთ ძმათა მიმართ. და კვალად ბრძოლისა მის და შფოთისა მოყვასთა ჩვენთაისა, გინა თუ სულიერისა, გინა თუ ხორციელისა განქარვებად ვისწრაფოთ, რაითა ვიყვნათ ყოვლით კერძო მშვიდობის მყოფელ და ძეთ ღმრთისა ვიცოდნეთ ბრძანებისა მისებრუფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა. ისმინეთ თქვენცა მეშფოთენო და მოლალენო მოყვასთა მიმართ. ისმინეთ და გულისხმა ჰყავთ, ვითარმედ მშვიდობაი ბრძანებულ არს და არა შფოთი და სიტყვის გებაი და ამბოხებაი. ვითარ უკვე არ აქვს ხვენის, კაცო, შფოთისა ყოფად და გინებად მოყუსისა და მრავალგზის ხელის მიყოფაცა ცემად მისა და მოწყულად. და მიემსგავსები მხედსთა ველურთა და მძვინვარეთა და უფრო ისხამათსაცა უძვირეს ხარ, რამე თუ უმრავლესნი მხედსნი ურთიერთას ზოგად იქცევიან ერთისა მის ბუნებისანი და არა ებრძვიან, ხოლო შენ, კაცო პირმეტყველო, აგინებ ძმასა შენსა და სცემ და შეაშთობ მას. არა უწყია, რა შეემთხვია თანამდებსა მას ბევრეულისა შანთისასა, რომელმან შემდგომად განტევებისა უფლისა მიერ ფრიადისა მის თანანადებისა პოა მოყვასითვისი, რომელსა თანაედვა მისი 100 დრახკანი, შეიპყრა იგი და შეაშთობდა. ვითარ განურისხდა მას უფალი და მისცა იგი საუკუნესა სატანჯველსა, ერთი არასწრწია იგავისა მისგან. არა გეშინისა, ნუ უკვე შენცა ესრეთვე შეგემთხვიოს?
არა უწყია, ვით არმედ დიდთა თანანადებთა თანამდებ ვართ ჩვენ მეუფისა მიმართ ჩვენისა და ყოველსავესე და სულგრძელ გვექმნების და არა გვაჭირვებს, არცა გვაშთობს, ვით არ ესე ჩვენ მოყვას და ჩვენთა? უკვე თუმცა მეასედიცა ანუ მეათასედი თანანადებთა ჩვენთა იძია ჩვენგან, ვაი ჩვენდამცა იყო, რამე თუ აწმცა ადრევე გეჰენიათ ცეცხლისა მიცემულ ვიყვენით. ესე ყოველი საყვარელნო, გულისხმოვხოთ და ჩვენცა მიუტევნეთ თანანადებნი თანამდებთა მათ ჩვენთა, რაითა ჩვენცა მოტევება ივპოვოთ, მცირედისა წილფრიადი. ვიქმნეთ მშვიდობის მყოფელ ურთიერთას საკროლითა მით სიყვარულისა და მშვიდობისაითა შევიკრნეთ, მიუტევთ ურთიერთას თანანადებნი და ბრალნი და შეცოდებანი და მშვიდობაი ქრისტესი იყავ ჩვენ შორის. რაითა განწმენდილნი ყოვლისა თანანადებისაგან ცოდვათა ისა მივემთხვინეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა იარს პატივი და დიდება ითანა მამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.